პარასკევს ვიყავით რუსთავისა და მცხეთის სასამართლოებში, ნახეთ ინფრასტრუქტურა, ნახეთ ის ტექნიკური გამართულობა, თქვა სასამართლოს ხდომის დარბაზებისა, რომელიც ითხოვს იმ ჩანაწერის შესრულებას, რომელსაც ქვია დაკითხვის შედეგად, ასე ვთქვათ, ელექტრონული და წერილობითი ფორმით დაკითხვის ოქმის ბრალდების მხარისთვის, ანუ დაკითხვის ინიციატორი მხარისთვის, დაკითხვისთანავე ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, ეს არის მე-13 ნაწილი 114 მუხლის, რომელიც ყველაზე მეტად ტექნიკურ პრობლემებს წარმოშობს. მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორი მხარისათვის, როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით გადაცემას. ამ საკითხის, ანუ ტექნიკურად ამ დათქმის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოებში, რუსთავშიც და ბათუმშიც თქვეს, რომ ყველაფერი გამართული არის, თუმცა ყველგან ისმის კითხვა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც აპარატის მოხელეებს, ანუ განსაკუთრებით მდივნის უნარჩვევებს უკავშირდება დროის რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით. მდივანი უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით ჩაწერისათვის სათანადო ლაკების მართვას და ასევე უზრუნველყოფს, თქვათ, დაკითხვის პროცესზე ჩანაწერის გაკეთებას. როგორ მოხერხდება ეს? რა დახმარებას გაუწევს ამ შემთხვევაში მდივანს მოსამართლე? ის ბუნებრივია გარდაუფლებების განმარტებისა, მთელი პროცესის მართვას განახორციელებს და დაკითხვის, ესე ვთქვათ, წყობრად ჩატარებას უზრუნველყოფს, მას შეუძლია ალბათ ასევე მისცეს მითითება მხარეს, როგორც დამკითხველს, ისე დასაკითხ მოწმეს, რომ ისაუბრონ ნელა, რომ მოესწროს ამ ჩანაწერის, ასე ვთქვათ, ზუსტად გაკეთება და ასევე მოსამართლე არის პასუხისმგებელი, რომ ყველა უფლება დაკითხვის დროს იქნას მოწმისა დაცული და უზრუნველყოფილი. ამ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ გიხსნით, რომ ჩვენ რუსთავში და მცხეთაში გარკვეული ვიზუალურ და ბუნებრივია დაკითხვის მთავარი სუბიექტი ის არის, აბა თუ თვითონ არ დაეთანხმება, ჩვენ რო ესეც უნდა გადავწყვიტოთ. იმ დღესვე კი არა დაკითხვის დასრულებისთანავე. ხო, აი ამიტომ კი, ჩვენ ამაზე ვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ ყოფილიყო გონივრული ვადა კანონპროექტის დონეზე, თქვენ მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველ ვარიანტში 12 საათიანი ვადა იყო მითითებული, ჩვენი შესაძლებლობები დაკმაყოფილდა იმ ფონით, რომ ეს ვადა 24 საათამდე გაზარდეს, გონივრული ვადა არ გააკეთეს და ვერ გააკეთეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. რუსთავის სასამართლოში ჩვენ შტატების რაოდენობაზეც გავაკეთეთ მოხსენება და მათაც იციან, რომ კონკურსი არის. ასევე იყო მცხეთაში შეხვედრა, ხოლო შაბათ-კვირა ვიყავით ოზურგეთში, ესე იგი 6 სასამართლოს შემოვლა მოესწრო იმ ფონით, რომ თითო საათი ყველა სასამართლოში დავყავი, შევხვდი თითქმის სასამართლოს მთელ კორპუსს, სადაც შესაძლებლობა იყო და აპარატი სრულად იყო, იქაც ჰქონდა შეხვედრა და საუბარი, ესე იგი 6 რეგიონის მოვლა შევცელით, ეს არის ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, წყალტუბოს ჩათვლით და ასევე ვიყავით ახალციხეში. ყველგან არის სტანდარტული მოთხოვნა, იმაზე რაზეც უკვე მოგახსენეთ, ეს არის აუცილებლად კანონის ამოქმედებამდე შეხვედრა ტრეინინგისა და სწავლების ფორმატში და საბჭოს მიერ იმ საპროცესო დოკუმენტების უზრუნველყოფა ახალი ნორმების გათვალისწინებით, როგორიც არის მოწმის დაკითხვის დოკუმენტი 114-115 მუხლის შესაბამისად წარმოებული, როგორიც არის შემოსულ შუამდგომლობაზე მსჯელობისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების მინიმალური სტანდარტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ შუამდგომლობის განხილვის საკმარის სტანდარტად მითითებული არის კანონში საკმარისი საფუძველი თუ ვარაუდი დასკვნისათვის, ამიტომ რა წინარე საპროცესო დოკუმენტები უნდა ერთვოდეს ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობას, რომლითაც მოსამართლემ უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობის მოთხოვნა, ანუ არ ითქვას, რაც მერე გასაჩივრებას ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოში, აი ამ საკითხებზე მეც მივიღებ აპარატთან ერთად საბჭოში მონაწილეობას, ასევე წევრებსაც გთხოვთ, რომ ამ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება და ყველამ თავისი კუთხით იმუშაოს ამ ნაწილში, რომ ასეთი საპროცესო დოკუმენტები უკვე იყოს, ასევე განსაკუთრებით საჭირო არის გავთვალოთ ტექნიკურად ის დრო და საშუალო დრო ვიცოდეთ ჩვენს, რაც ოქმის წარმოებას დაჭირდება მერე მის შეჯერებას ელექტრონულ ვერსიასთან
მის გაცნობას მხარისათვის ხელმოწერით დადასტურებას და ეს ნიშნავს, რომ ეს დრო ისეთი გონივრული უნდა იყოს, რომ მეორე ხელ ჩვენ აღარ დავაყოვნოთ არც თვითონ გამოკითხული ან უკვე მოწმე პირი და არც ბრალდების მხარის წარმომადგენელი. ამიტომ ამ საკითხებზე შეიძლება მე ძალიან მოკლე ვადებში პროკურატურასთან დაგჭირდეს გარკვეულ საკითხებზე ასთა გაცვლა გამოცვლა და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, მაგალითად ახალციხე იყო ასეთი, არც ბათუმს არ ქონდა ამ საკითხის უპრობლემობა, ფოჩიც, როცა თარჯიმანიც არის პარალელურად საჭირო. ეს კიდე გაორმაგებას მოითხოვს დროისა და თანაც იყო ასეთი პრობლემა, მათ თქვეს, რომ ჩვენ ხშირადო ჩვეულებრივ დადგენილი ორდინალურ სიტუაციებში პროკურატურა გვეხმარება თარჯიმანთან დაკავშირებითო, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურის დახმარება სავალდებულოდ არ არის დანიშნული, ჩვენ ასეთი პროცესი გვაქვს, რომ მოსამართლე, იმიტომ რომ დრო ამის საშუალებას იძლევა ხოლმე მიმართავს მატერიალურ-ტექნიკურ დეპარტამენტს, მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტი სათანადო ფინანსის და რესურსის საფუძველზე თარჯიმანთა ბიუროების მეშვეობით უზრუნველყოფს თარჯიმანს. აქ ამის დრო ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არის ვადები, რაც ჩვენ თარჯიმანთან ასეთი ესე ვთქვათ, манипуляციებით დაკავშირების საშუალებას დროს გვაკარგვინებს, ესეც არის საფიქრელი. და ამავდროულად თარჯიმნის ანაზღაური დაბალი ტარიფი. ასე ვთქვათ, ამიტომ ამ საკითხებსაც მოუწევს გადაწყვეტა კიდევ ვიმეორებ ტექნიკურ პერსონალთან დაკავშირებით მე ცოტა გაბედულად ვაკეთებდი განცხადებას, რომ იქ სადაც არ ეყოფა და 24 საათიანი ვადა უნდა დაირღვეს იქნებს სახელშეკრულებულ საწყისებზე რაიმე უზრუნველყოფა მათაც გააკეთონ, იმიტომ რომ ჩვენ თავარი თუ კანონი ვერ შევასრულეთ და ვიზუწუნეთ, რომ შტატი და ფული არ გქონდა, ეს არაფერში არ დაგვეხმარება, ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა თამამი ნაბიჯების გადადგმა გვართებს. რაც შეეხება დღეს რაიმე პასუხს იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან ჩვენ ჯერჯერობით ასეთი არა გვაქვს, იცით რომ 7 საათზე არის დანიშნული დამოუკიდებელი საბჭოს ხდომა, თუმცა ისიც ვიცით რომ დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე დღეს ვერ იქნება. ასე ვთქვათ, ალბათ რაღაცა რესურსით ისინი მაინც რაღაცას გააკეთებენ. ყოველ შემთხვევაში მათი კოლეგიალობა ამ წუთში ასე არის გამოხატული, როგორც ვიცი, დღეს ჩამობრძანდება თვითონ დირექტორიც, თუ გამობრძანდება, არ ვიცი, წასულია თუ ადგილზეა ბატონი ლაშა. მანამდე ჩვენ ურთიერთობდით მისი მოვალეობის შემსრულებელთან, მის მოადგილესთან. ამ შემთხვევაში სხვა რაიმე წინსვლა ამ დრომდე ნამდვილად არ აგვაქვს. ამიტომ ყველაზე დიდი ტვირთი ახლა აპარატს, რაც შეეხება სემინარებს და კარგი კითხვა იყო ვინ უზრუნველყოფს, რომ მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ასევე ოპერატიულად არ დაგვეხმარება იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ამიტომ ამას უზენაესის ბაზაზე გავაკეთებთ. უზენაეს სასამართლოში დავგეგმავთ ტრეინინგებს, ჩვენ იქ იმის საშუალება გვაქვს, რომ სკოლა მისედაც პრეტენზიულად არ მიიღოს ეს საკითხი, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში სკოლა არის ძალიან ინერტული, რა ვქნათ, რეალობა არის, ამიტომ ჩვენ დაველოდებით ბუნებრივია იმ საკითხს, რომ საღამოს დღეს წესით უნდა მოხდეს დამოუკიდებელი საბჭოს შეკრება, თუმცა მე პარალელურად, როგორც მოგახსენეთ, ქონების მართვის სამინისტროსთან მაქვს გამუდმებით კომუნიკაცია, ის თვითონაც შეეხმიანებოდა ან ქალბატონ ქეთის ან ბატონ ლაშას თუ იქნებოდა ადგილზე ვინმე, თუმცა ისი აღმოჩნდა, რომ მთელი კვირა სკოლაში არავინ არ იყო ქალბატონი ქეთის გარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ის რაც იქნება მე კიდე ეტაპობრივად გასაკეთებელი, ესეც იქნება ინფორმაცია. ჩვენ წინას ხდომაზეც აღვნიშნეთ, რომ პარალელურად ჩვენ სხვა ალტერნატივებზეც ვფიქრობთ, იმიტომ რომ თუ გონივრული დრო აღარ დარჩება მოსამზადებლად, მე პასუხისგებლობა მთლიანად ჩვენზე გადმოვა. რაც შეეხება აი იმ თამუნა, იმ თქვათ გათვლის მიხედვით აპარატის საჭირო რაოდენობაზე, მე შეძლებს დაგვარად ამ ინფორმაციას ვაწვდიდი, თუმცა ძალიან თავშეკავებულად სასამართლოებს, ანუ 8 სასამართლო მოვიარეთ და ფაქტობრივად მოსამართლეთა მხრიდან კოლეგიალური განწყობა მართლაც კარგია, მზად არიან ისინი, რომ ასე ვთქვათ, იმუშაონ არსებული სივრცეები, სადაც ვიყავით, ყველგან იძლევა ამის შესაძლებლობას. ბათუმში ორ დარბაზთან დაკავშირებით ჩვენი დეპარტამენტი უკვე მუშაობს და ძალიან ესე ვთქვათ, თანადგომით უდგებიან ამ საკითხს. შტატებთანაც მინიმალურად შევეცდებითო, მაგრამ როცა უკვე ჩვენ ეს დეტალები გავიარეთ და დროის საკითხში უკვე პრობლემები არის, აქ უკვე მთლად იმედიანად ისინიც ვეღარ არიან, იმიტომ რომ მათი პასუხისგებლობის აღება კი არ უჭირთ და რაიმე პასუხისგებლობას გაურბიან, უბრალოდ თქვენ რომ შეიძლება ვადები პრობლემა გახდეს ამ შემთხვევაში. ამიტომ აქაც გვინდა გარკვეული ძალისხმევა, ამიტომ კიდევ ამბობ, მეც ვიმუშავებ აპარატთან ერთად, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ უნდა გამზადდეს ყველა ის საპროცესო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ხალხის ნაკლებად არაორგანიზებულობას და დროების გამოთვლით უნდა დავთვალოთ ჩვენ შესაძლებლობები. თქვათ, კანცელარიაში მიწოდებული შუამდგომლობა
როგორ მოძრაობს, ძალიან დეტალურად, ძალიან წუთობრივად და საათობრივად გათვლილი, ვის გადაეცემა, როგორ გადაეცემა, რა ყველაზე მინიმალური დოკუმენტები უნდა ერთვოდოს იმისთვის, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იფიქროს მოსამართლემ, როგორ უნდა ჩაიწეროს მოწმის რეკვიზიტები ზედმიწევნით, რომ ჩვენ მერე მოვახდინოთ მოწმეზე ინფორმირება და ეს პერიოდი არის ყველაზე მთავარი, ინფორმირება როგორ? ყველა უფლებების განმარტებით და ყველა მოვალეობის ძალიან სწორად ახსნით, რომ ის უკვე ვალდებულია, ის მის მიხედულებაზე აღარ არის დამოკიდებული, გამოცხადდება თუ არ გამოცხადდება. ასევე უკვე უნდა მოემზადოთ იმ საპროცესო სამახსოვროების, რა ვიცი, რეკომენდაციების შექმნისათვის, რომელიც უნდა გადავცეთ დივანსაც, თვითმოსამართლესაც უნდა კონდეს და განსაკუთრებით მოწმისათვის არის ეს მნიშვნელოვანი. თარჯიმანის რესურსი როგორ უზრუნველყოთ, აი ამ საკითხებზე ძალიან ვთხოვთ, რომ გაამახვილოთ ყურადღება. ესე იგი, ყველა სასამართლოში, სადაც ჩვენ ვიყავით, ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე არსებობს, საიმისო რომ მოხდეს მოწმის დაკითხვა, შედარებით რეგიონებში მას ჩვეულებრივი დარბაზები დაეთმობა, იმიტომ რომ ხელ ერთ-ერთი დარბაზის მოდერნიზაცია სხვანაირად ან სამუშაო ოთახისა ვერ მოხდება. ბათუმში სასწრაფოდ 2 დარბაზი იქნება ასევე მწყობში ჩაყენებული, რომ არ იყოს ესე ვთქვათ რაიმე პრობლემა. სხვაგან, სადაც პატარა ტექნიკური საკითხები არის დასაყენებელი, ამ ტექნიკური იმებზე ჩანაწერი მე გავაკეთე და მატერიალურ-ტექნიკურ დეპარტამენტს მივცემ ესე ვთქვათ მიმართულებას. ოზურგეთში 2 მოსამართლეს არა აქვს დივნის შტატი და ის ჩავინიშნოთ და გავითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. დარბაზებში, ამიტომ ვთქვათ იგივე აი დარბაიძის მაგისტრატ სასამართლოში თუ მდივანი არ იქნება, მოსამართლე რო იყოს, მაინც ვერ მოხდება მოწმის დაკითხვა. ერთი მდივანი მინიმუმ მაინც ოზურგეთში, ასე თქვეს, რომ გარდაუვალი არისო. ხარჯებზე დანარჩენი მატერიალურ-ტექნიკურსა, ზუგდიდ მათ თქვა ესა. ხო, მე ხელვაჩაურში მდივანი და თანაშემწე ერთი და იგივე ფუნქციით აყვავს და არ ვიცი, აქაც გადასახედი არის საკითხი. თარჯიმნის საკითხი ყველამ დააყენა, ყველა სასამართლომ, განსაკუთრებით ბათუმი სასამართლოს ჰქონდა ხელვაჩაურსაც აქვს თარჯიმანი, იმიტომ რომ ის საზღვრისპირა რეგიონებია და ძალიან ხშირად მოუწევთ ესა ამ საკითხებზე საუბარი. ასევე ახალციხეშიც იყო ამაზე ყურადღება გამახვილებული ბორჯომში მაგისტრმა მოსამართლემ ჯერ ის კონკურსში იღებს მონაწილეობას, უფლებამოსილება უმთავრდება და ასევე თქვა, რომ მათაც შეიძლება ქონდეთ დივანთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ ესენი ტექნიკურად კიდევ ერთხელ გავიაროთ, დაუკავშირდეთ, ჩავიწეროთ და ამ პოზიციების მზად ვიყოთ. სხვა რაიმე ინფორმაცია თუ იქნება, მე ოპერატიულად მოგაწოდებ. ეხლა ეს არის პირველ საკითხზე რომ დავბრუნდეთ, მოსამართლე დიახ. კი ბატონო. აი ამ ტექნიკურ საკითხებს მივადგეთ, იქნებ თამუნა გითხრას ინფორმაცია რამდენმა შემოიტანა, ან ცადება დასრულდა უკვე და მაგრამ დავასრულოთ ამით. დასრულდა. ეს შევძლებთ, ისა გადარჩეული არის, პირველადი გადარჩეული. კანდიდატები არიან, ვისაც წინათაც ჰქონდა? თამუნა უფრო კარგად შეაგროვებს და სხდომის დამთავრებისთვის ამ საკითხზე ვიმსჯელოთ უკვე როგორ დავიგეგმოთ კონკურსისთვის, რომ იყოს მაშინ კი ბატონო. აი სხდომის დასასრულისკენ, როდესაც გასაბუთები გადარჩეული იქნება მეტნაკლებად, უკვე დავიგეგმოთ ამ საკითხზე, რომ დრო არ დავკარგოთ. 59 მაქსიმუმ 3. ხო. გააჩნია 2 დღესაც როგორ ვიმუშავებთ და მე-3 დღე კი უნდა ავიღოთ, რომ 3 დღე, ასე ვთქვათ. კი ბატონო. ჩვენთან არის შემოსული მოსამართლე გიორგი მიროტაძის განცხადება. ამ განცხადებასთან დაკავშირებით წინა კვირასაც იყო, მე მგონი კოლეგები საქმის კურსში არის ხომ აკრეთი ატვირთული. ხო, ამიტომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით არის საპროცესო კანონმდებლობას უკავშირდება ის სისხლისას. არის მე მგონი უფრო ტექნიკურად ჯერ საკითხი გადასაწყვეტი, ხო თვითონაც არის, მაგრამ თან მე ვიცი ვიფიქროთ საკითხზე, რომ ჩვენ საბჭო რას ვიზავთ და თვითონ იქნებ მოსამართლესაც ვთხოვოთ, რომ გააკეთოს თავისი ესე ვთქვათ, გამოსავლის გზა თვითონ გვაჩვენოს ბატონმა გიორგი, მობრძანდით ბატონო გიორგი და გითხარით, ხო, პროექტიც არის, მაგრამ აი ვნახოთ ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა პრობლემის გადაწყვეტისა თქვენთვის რომელია და მე ვნახოთ როგორ განვითარდება. ჩართეთ მიკროფონი და გისმენთ განცხადებასთან დაკავშირებით. ჩემს განცხადებას საბჭოს წევრები იცნობს, მაგრამ მე მინდა ეს ჩემი მოსაზრება წარმოვადგინო ძალიან მოკლედ, რომ გარკვეული დასაბუთება და არგუმენტები ძალიან მოკლედ წარმოვადგინო, შევეცადე რომ პრობლემა დამენახებია საბჭოსთვის და უფრო აქტიურად
ჩართულიყავით. ეს საკითხი რამდენჯერმე იქნა გაჟღერებული და განხილული საბჭოს ხომაზე, დააძრული ეს თემა გამოვიდა, მაგრამ რაღაც შეთანხმება, საბოლოო შეთანხმების სახე ამას არ მეუღია, ანუ ეს არის არა მარტო პრობლემა იქნება დანახული როგორც სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიიდან, არამედ ვფიქრობ მთლიანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პრაქტიკისთვის პრობლემაა. რას გულისხმობ? კერძოდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა წინა სასამართლოს ხომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, როგორიც მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები ცხადდება ზეპირად. ეს არის დადგენილი პრაქტიკა უფრო აღმოსავლეთ საქართველოში, ეს პრობლემა არ გააჩნია დასავლეთ საქართველოს რეგიონს და ასეთ შემთხვევაში არ ხდება ამ გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით დართვა. ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს არა მარტო საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრის განხილვისას, არამედ ზოგადი თვალსაზრისით. დავკონკრეტებით და გეტყვით, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ეს პრობლემა გააჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს და რამოდენიმე რაიონის სასამართლოს. დასავლეთ საქართველოში ფაქტიურად შეთანხმება მიღწეულია სასამართლოების ურთიერთობიდან გამომდინარე და აქ პრობლემა არ არის, იქ წერილობითი სახით ხდება დართვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ეს წერილობითი სახე გულისხმობს თომის ოფში გადაწყვეტილების სრული სახით წარმოდგენას, გაშიფრვას, სრულად გადმოცემას, ან და შემდგომ ამონაწერის დართვას გადაწყვეტილების ფორმით. მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან ურთიერთობის შემდეგ ირკვევა, რომ მათი პოზიცია არის განსხვავებული, კერძოდ ის, რომ საქმეთა დატვირთვიდან გამომდინარე და აგრეთვე მათი არგუმენტით სასამართლოს არ ავალდებულებს კანონური ჩანაწერი აღნიშნულის გაკეთებას, ამიტომ სასამართლო მოქმედებს თავისი დისკრეციის ფარგლებში და თვლის, რომ ასეთ საკითხებზე შესაძლებელი არ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ვფიქრობთ არ ვეთანხმებით და ამ კუთხით წარმოადგენთ ჩვენ არგუმენტებს. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219 მუხლი არეგულირებს წინა სასამართლოს ხომაზე მიღებული გადაწყვეტილების ფორმატს, წესს და პროცედურებს, მაგრამ აქ არ არის მითითებული რაიმე დათქმა, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობითი ფორმით თუ შესაძლებელია ზეპირის ფორმით მისი გამოცხადება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ზოგადი ნორმა, ეს არის 194 მუხლი, სადაც საკანონმდებლო ჩანაწერი გვეუბნება, რომ სასამართლოს ხომის მიმდინარეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზეპირად ცხადდება. ამ შემთხვევაში საუბარია სასამართლოს ხომის მიმდინარეობაზე, მაგრამ აქაც არის ახლა სხვადასხვაობა. ნორმის განმარტების საკითხია პირველ რიგში. ჩვენ ვთვლით, რომ მიმდინარეობა ეს გულისხმობს შემაჯამებელ გადაწყვეტილებებს ყველანაირ პროცედურას და ამ შემთხვევაში შუალედურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლებელია მოსამართლემ დისკრეციულად მიიღოს ადგილზე თათბირი ზეპირი გადაწყვეტილების სახით, მაგრამ ეს ნორმის განმარტებიდან გამომდინარე არ უნდა შეეხოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის საბოლოო და შემაჯამებელი ხასიათის. თუმცა მოსამართლეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიმდინარეობა გულისხმობს ხომის გახსნას, ხომის დახურვამდე ყველა პროცედურას და შესაბამისად შემაჯამებელი გადაწყვეტილება მასში ექცევა. ამიტომ ეს 194 მუხლი ნორმის განმარტება გამოდის, მაგრამ ჩემი შეფასებით შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომელიც არის სისხლის სამართლებრივი საქმის დევნის შეწყვეტა, ეს არის არსებითად განაჩენის ტოლფასი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ეს არის გამომართლებელი განაჩენის ტოლფასის შედეგი. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მკაცრად დასაბუთებული, რომლის ვალდებულებას 192-93 მუხლები ჩვენ გვეუბნება და გავალდებულებს და ზეპირად როდესაც არის გადმოცემული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, თავის არს კარგავს, ვინაიდან იგი თავისი ასლ შედეგებით იწვევს იგივე შედეგებს, რასაც გამომართლებელი და ამ შემთხვევაში წერილობით სახით ჩვენ არ გაგვაჩნია. გარდა იმისა, რომ ასეთ სახის გადაწყვეტილებებისას ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ხომის ოფების მოსმენა, რაც დიდ რესურსს მოითხოვს, ჩვენ ამაზე არ აქვს რაიმე პრობლემა გართულება, მაგრამ არის მეორე პრობლემა. უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ზეპირის სახით მიღებული გადაწყვეტილებები არ არის გადმოცემული და დასაბუთებული ჯეროვნად, ასე დროს ადგილზევე ხდება არგუმენტების მოძიება, ასე დროს ხდება დასაბუთება ადგილზევე, ხშირად ეს იწვევს თავისი არგუმენტების გამეორებას, რბილად რო ვთქვათ, მხოლოდ გამეორებას მოსაზრებებისას, უმეტესწილად ყოველივე საუბარი არის დამახინჯებული მოსამართლე, როდესაც ადგილზე თათბირით იღებს გადაწყვეტილებას და მხოლოდ ზეპირად ფორმით აცხადებს, როდესაც ეს კითხულობს ზეპირად და ადგილზევე იძიებს არგუმენტებს 40-45 წუთიან განჩინებას ღებულობს, ამ შემთხვევაში ხშირად ადგილია გადმოცემას შეუსაბამოა შინაარსი, დამახინჯებული სახით არის წარმოდგენილი, ამავდროულად დასაბუთება არის წიერი პირველ ინსტანციაზე საუბარი და ყოველივე ეს იწვევს რას, რომ ჩვენ უნდა მოვისმინოთ რამდენჯერმე, გავშიფროთ, ამოვკრიბოთ, ეს პრობლემა არ არის მარტო ჩვენი, არის მხარეებისთვისაც და შესაბამისად არც თუ იშვიათი ამაზე შენიშვნები უკვე საჩივრებთან ერთად, რაც უკვე მოქმედებს სასამართლოს პრესტიჟზე, ავტორიტეტზე, ეფექტიანობაზე და მართლმსაჯულების ინტერესებზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილია ასეთ სახის გადაწყვეტილება, როგორც არის შემაჯამებელი ხასიათის, რომელიც არის განაჩენის ტოლფასი, რომელიც იწვევს სასამართლოს საქმის შეწყვეტას. უნდა იყოს აუცილებლად დასაბუთებული და დაწერილი. სტატისტიკურად ეს მე არ ვიმაჩნია, რომ არის შეუძლებელი, წინა წლის განმავლობაში ასეთი საქმე თბილისის საქალაქო სააპელაციო სასამართლოში იყო 93 სულ.
93 ეს არის ესეთი ოდენობა, რომ ამის დაწერა შეუძლებელი იყოს, რაც შეეხება დატვირთვას, მე მესმის, რომ დატვირთვა არსებობდა, მაგრამ დღეს მდგომარეობით, როდესაც უკვე მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს გულისხმობს, თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქმედო რეგიონს, სამოქმედო ტერიტორიას. ამიტომ თბილისის საქალაქო სასამართლო აქ იყო დაახლოებით 60. ეს არ არის ესეთი რაოდენობისა, რომლის დაწერა შეუძლებელია, რომ ამ კუთხით ჩვენ ხარისხი ავწიოთ და მაღალ სტანდარტებზე ვიფიქროთ. მithumetes ეს პრობლემას ქმნის მაშინ, როდესაც არის ბრალდებული არაქართულენოვანი, ანუ როდესაც სამართალმოების ენა არ იცის და მას ჩვენ ციხეზე ადამცველი არ აყავს და ვუგზავნეთ მხოლოდ CD დისკს, სადაც უნდა მოусვინოს, ამის ტექნიკური პირობები რამდენად არის, ჯერ ეს არის საკითხავი და მე მეორეს თარჯიმნით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ გადაწყვეტილება, რომელიც ზეპირად ხდება, ის არ ითარგმნება, წერილობით არ ეგზავნება მათ შესაბამისად ეს პრობლემები ბრალდებულთან მიმართებაში დგას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უნდა ავწიოთ უფრო მაღლა ხარისხი სამართალმოების განხორციელების. პრობლემა ეს არის, რომ არა, დარღვევას ჩვენ ვერ ვიტყვით. აქ არის ნორმის განმარტება, დისკრეცია რამდენად არის. მე ვფიქრობდი, რომ ეს დისკრეცია არ იყო, არის ნაწილი, რომელიც უფრო დისკრეცია და იყენებს სამართლებრივ ამოსილებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა ჩავნიშნოთ, რომ განვიხილოთ მათი მონაწილეობით. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ იგივენაირი უფლებამოსილებით შეგვიძლია განმარტოთ დისკრეცია და ჩვენ შეგვიძლია ზეპირი მოსმენით გავაკეთოთ და გაუქმების შემთხვევაში დავბრუნებთ საქმეს, ისე ზეპირად განვაცხადოთ და ქვედა ინსტანცია მოსმინოს, ჩვენ მაინც უკვე ვწერთ ამ ყველაფერს, ხარის მოსმენით და როცა ვწერთ, თარგმნით კიდევაც და უგზავნით კიდევაც. ეს არის გამოსავალი, მაგრამ ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, როდესაც ერთი რეგიონის სხვაგვარად ფიქრობს, მეორე სხვაგვარად, ეს დისკრეცია დარჩება, მე ვფიქრობ, რომ დისკრეცია გამოსავალი არ იქნება, იმიტომ დისკრეციის ამ ფორმით განმარტება ან შეთანხმება, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც იჩენს თავს ესეთი განმარტებები, ამიტომ ჩემი შეხედულება არის, რომ ამ კუთხით საბჭომ უნდა იფიქროს საკანონმდებლო ინიციატივის მქონე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ კუთხით და ინიცირება მოხდეს, რომ 219 მუხლში დაგაკეთეს დათქმა, ჩანაწერი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მტკიცებულების და დაუშვებლობის შესახებ, ან და ციხესიმართლეების დევნის შეწყვეტის შესახებ, იწერებოდეს წერილობითი ფორმით. ეს იქნება გამოსავალი, რომ საკანონმდებლო დონეზე გამყარდეს პოზიცია, რომ ეს არის სავალდებულო წერილობითი ფორმით ჩამოყალიბება, რომ მოხდეს და ეს იქნება აუცილებელი. თუ ამ მოსაზრებას საბჭო გაიზიარებოდა, ეს იქნებოდა ჩვენი შეხედულება, სხვა შემთხვევაში უნდა მოხდეს, ვფიქრობ, კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ საკითხის განხილვა, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის თქვენთან ერთად განხილვა, რაღაც შეთანხმების მიღწევა, რომ არ შევიდეთ ჩიხში, რომ თქვა სააპელაციო სასამართლომა დატვირთვიდან გამომდინარე, ზეპირი მოსმენებით არ დაიწყოს განხილვა. ჩვენ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩვენ ვართ აქ. დასავლეთ ეს პრობლემა არ აქვს, მე ვერ ვსაუბრებ ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც, რომ 2 წელია უკვე, როდესაც სააპელაციო სასამართლოსთან საუბრის გამომდინარე, დატვირთვა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს, არ არის ბევრი გასაჩივრებული ასეთი გადაწყვეტილება და ასეთი შეწყვეტის შესახებ ბევრი არ მიიღება და ხდება წერილობითი ფორმით მათი დართვა. ამიტომ დასავლეთ ეს პრობლემა ფაქტურად არაა. მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ ინდივიდუალური საუბრები, შეხვედრები, კოლეგებთან არა პრაქტიკით რო დარეგულირდეს კენძანებს და არ გაგჭირდეს საკანონმდებლო ინიციატივების სამართლობრივი. ზოგიერთი წერს კიდევაც ქაუტონო საქალაქოდან რამდენიმე აკეთებს, მაგრამ უმრავლესობა არ აკეთებს და საქმე იმაშია კიდევ რომ ჩვენ განჩინებაში რამდენიმე საქმე, როდესაც გავაუქმეთ, განჩინებაში პირდაპირ ჩაუწერა მოსამართლემ ერთ აბზაცად, რომ ხო, არა, რომ ეს დასაბუთება წერილობითი ფორმით უკეთ ასახავდა რაღაც, ეს არ არის ახლა იმ განჩინების აუცილებელი ნაწილი, მაგრამ ჩვენ მაინც გავრისკეთ და ხო რაღაც ერთი წინადადება ჩავწერეთ, რა თქმა უნდა, ამას შედეგი არ მოყოლია. უბრალოდ აქ რაც გიორგიმ თქვა, დიდი სტატისტიკა არ არის, რომ გითხრათ, წლის განმავლობაში გიორგი რამდენი იყო 93 იყო, სულ 2 კითხვებათა შეწყვეტა იყო 40 და რაღაცა, 45 თუ 43 იყო ეგრე. მაგრამ აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ჩვენ დაუშვათ ძალიან ბევრი შემოდის. არ შემოდის ესეთი ბევრი, ახლა წლის განმავლობაში 45 შეიძლება არ იყოს ძალიან ბევრი შეწყვეტა, მაგრამ აქ საუბარია რამდენად მაღალი სტანდარტი აქვს შეწყვეტის დადგენილება ზოგადად საქმისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც გიორგიმ თქვა, ეს არის პრაქტიკულად შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლის არ გაუქმების შემთხვევაში საქმეზე გამოძიება წყდება. ამიტომ ჩვენ პასუხისგებლობიდან გამომდინარე, ამ პასუხისგებლობაც გვეკისრება ასეთი საქმის,
პროკურატურა როგორც ჩვენი შრომაა და მათთვის საჩივრების დიდი ნაწილი ეხება იმ გარდა იმისა, რომ პროცედურულად ასაჩირებს ერთი ან მეორე მხარე, ყოველთვის არის მინიშნება იმაზე, რომ ეს მათთვის სირთულეა და შინაარსობრივი მხარე შეუსაბამო ახშეს შემთხვევაში, იმიტომ რომ მათი პრობლემაც არის ეს. ანუ მე ამ შემთხვევაში არ გამოვდგები მათ დამცველად და მათ პოზიციას არ ვამყარებ, მაგრამ ჩვენ საერთო ინტერესი გვაქვს. ეს საერთო ინტერესი არის ის, რომ მე რატომ ყველა შემთხვევაში აწყობს პროკურატურას. კი. უზენაის სასამართლოს პლენუმს სარეკომენდაციო ხასიათის რეკომენდაციასაც ხო იღებს და შეუძლია მიიღოს ამაზე ამ ტერმინი პრაქტიკის თუ ესეთი რაღაცა. ეს საქმე იქ არ არის. ეს პრობლემა ის არის. მადლობა გიორგი ინფორმაციისთვის და მე დავიწყებდი თქვენი წერილის ბოლო აბზაციდან, რომელსაც გვაძლევთ რეკომენდაციად, რომ საკითხის გადაწყვეტამდე ჩვენი მონაწილეობით მოვახდინოთ წინა სასამართლოს ხდომის მხოლოდ მოსამართლეებთან და სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებთან ერთად პრობლემური საკითხების ერთიანი განხილვა. მე ვფიქრობ, რომ ის გზა, რაც ერთგვარ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება ძალიან რადიკალური და ეს იქნება ხანგრძლივი რეალობა შევხედოთ და მეორეს მხრივ სისტემისთვის არ იქნება ეს ასე ვთქვათ დადებითი ეფექტის მომთან, იმიტომ რომ გამოვიდა რომ სისტემის შიგნით ჩვენ პრობლემა ვერ მოვაწესრიგეთ და მეორე სისტემის შიგნით ერთმა ძალამ იძალავა მეორეს, რაც ასე ვთქვათ იქნება ზოგადად არაადეკვატურად აღქმული და გარკვეულწილად დაძაბულობას წარმოშობს. საკითხი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა იძლევა საშუალებას ადგილზე თათბირი გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა რა თქმა უნდა, იმას ასე ვთქვათ, ისეთივე სამართლებრივი ძალა აქვს, სამართლებრივი მნიშვნელობა, დასაბუთება ყველაფერი აქ რაც წერია თქვენ წერილში, მე ამას თითქმის ვიზიარებ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვსინჯოთ დალაპარაკება, დასაუბრება საბჭოს ჩართულობით, დავისაუბროთ ამ ადამიანებს, მათი მოსაზრებები გავიგოთ, გასაგებია რომ არგუმენტაცია იქნება დატვირთულობა, მაგრამ ახლა იმ საგამონაკისო შემთხვევებში, როდესაც მართლა და შეწყვეტაზეა საუბარი და შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზეა საუბარი და ჩვენ ამას არ ვიცხოვთ ყველა შემთხვევაზე, ხო? შედეგი ხო შემაჯამებელია, მე ვფიქრობ, რომ აწევადია მათ შორის ის ციფრები, რაც თქვენ გითხარით და აქედან გამომდინარე, მიუხედავად დატვირთულობისა, ნუ რაღაც წელიწადში 60 საქმეზე სასამართლო სისტემამ უნდა შეძლოს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების დაწერა, ხო? ამიტომ მე ვეთანხმები თქვენს რეკომენდაციას და მე ვფიქრობ, მე რა რომ ალბათ უმჯობესია ჯერ ჩვენს შიგნით კონდეს კომუნიკაცია, კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ამ ხალხის არგუმენტები, მოვისმინოთ მათი პოზიციები, ჩვენი პოზიციები აუხსნათ და შევეცადოთ, შევჯერდეთ იმაზე, რომ პრობლემა გადაიჭრას სისტემის შიგნით. იმიტომ რომ ის რაც ასე ვთქვათ, შეთავაზება იქნება ჯერ ერთი ასეთი ტიპის შეთავაზება გამოდის, რომ სასამართლო პრობლემა შიგნით ვერ მოაწესრიგა და სხვა ხელისუფლების ჩარევით შიდა პრობლემების მოწესრიგებას ითხოვს და მეორეც ერთი კიდევ თვითონ მართალი გითხრათ მე პირადად როგორც სისხლის მოსამართლე არ დაუჯერდი მხარს რომ რაღაც ერთი ტიპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იყოს სპეციალური წესი მითითებული რომ აი მხოლოდ ამ შიგნით იმ ტიპის გადაწყვეტილებაზე აუცილებლად ესე უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ წესი ერთიანია მიზანშეწონილობის თემა და ზოგადად დისკრეციულობის კომპონენტი მოსამართლეს აქვს და შესაბამისად მან ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამიტომ მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვცადოთ ასეთი ტიპის შეხვედრა მათი არგუმენტების მოსმენა მით უმეტეს ჩვენ ანალოგიური პრობლემა გვქონდა იგივე შემფასებელ მოსამართლებთან მიმართებაში რომლებიც მონიტორინგის ქვეშ არიან და ეს არის ის ტიპის საკითხები რომლებიც უნდა გადავწყვეტოთ კერძოდ იმით რომ საგამოცდო მოსამართლე არ აღმოჩნდეს წინა სასამართლოს ხდომის მოსამართლედ ან ნაწილობრივ აღმოჩნდეს და სხვა საქმეების სიხილოს შესაძლებელი დარჩეს იგივე იმ ხალხი წინა სასამართლოზე ასეთი გადაწყვეტილებები საგამონაკისო წესით დაწერონ თუ დატვირთულობის გამო ყველაფერს ვერ ახერხებთ თუმცა ეს არ არის ის არგუმენტი რომელიც ბოლომდე მისაღებია და პრობლემის გადაწყვეტა ამიტომ მე პრობლემას ხედავ მაგრამ ვფიქრობ რომ კომუნიკაციით უნდა დავიწყოთ და მე გიორგი გითხრას ეს ნიშნავს რომ ჩვენ საქალაქოში განსაკუთრებით ყველა მოსამართლესთან გვჭირდება ასეთი შეხვედრა და კომუნიკაცია ანუ ორგანიზება გავაკეთოთ საკითხის სწორად საკვირველია კოლეგიის თავმჯდომარის დართულობით იმიტომ რომ მენეჯერული და ზუსტად ეს საკითხები ნაწილობრივ უკავშირდება ამას და გვჭირდება ასევე იმ რამდენიმე სასამართლოში სადაც ეს საკითხი ასევე
ამ მიმართულებით და ეს ზეპირი ფორმით ხორციელდება, მოკლედ რომ ვთქვათ. თუ აი ეს საკითხი, რომელიც დაყენებული აქვს თუეთ გიორგისაც და თქვენ შეთანხმებით, ორგანიზაციულად როგორ მე დავარეგულირებთ? ასე ვფიქრობ, რომ უკაცრავ დავსრულებ, მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გიორგისთან შეთანხმებით, გიორგის წერილი დავდოთ ინტრანეტზე და გავაკეთოთ მითითება თხოვნა საბჭოს მხრიდან, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებში არიან ჩართულები, მათ დროის რაღაც პერიოდში ერთ კვირაში 10 დღეში თქვა, მოგვაწვდონ თავიანთი მოსაზრებები, რომ წინასწარ ასე თქვა, მოვისმინოთ მეორე მხარის პირობითად მეორე მხარის არგუმენტაცია და შემდგომ გავაკეთოთ სამუშაო შეხვედრა. ეს იქნება საბჭოს ფორმატში უზენაეში თუ ყველანაირ უკვე ტექნიკური საკითხია. შეიძლება ჩვენ არასოდეს საგამოძიებო კოლეგიას გულისხმობ და აქ მე კოლეგის სახელით არ ვთქვა ბატონი მერაბი გამოხატავს პოზიციას, ჩვენ არ გვიგულისხმია და არ ვფიქრობთ იმას, რომ რაღაც საერთო პრაქტიკისთვის ხარით უნდა გავიტანოთ და შეთანხმება შეუძლებელია. უბრალოდ, როდესაც ინდივიდუალურ დონეზე საკამოძიებო კოლეგიის მოსამართლეები, გვაქვს კავშირი, ურთიერთობა, თხოვნა, საუბარი, არგუმენტაცია ყოველთვის არის დატვირთვა და საკანონმდებლო ჩანაწერის ათქონა. დატვირთვა მე ვფიქრობ, დღეს პრობლემა აღარ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, როდესაც ძალიან ბევრი მოსამართლე დანიშვნა ხდება ამ ბოლო ხანებში და მithumetes დატვირთვამ არ უნდა დააზაროს მართლმსაჯულების ინტერესს. ეს რომ გვერდზე გადავდოთ, რჩება საკანონმდებლო ჩანაწერის ათქონა. მე რატომ ვუყურებ ამ ყოველ საკითხს მაინც მეორე კუთხით. როდესაც ჩვენ რაც არ უნდა შეთანხმება მივახციოთ, მაინც რჩება დისკრეციის დატოვება ან და შემდგომში იმის ალბათობა, რომ შესაძლებელია კიდევ ასე ვიფიქროს სხვამ, რომელმაც გაამართლოს თავის პოზიცია სამართლებრივად. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება და საუბარი აუცილებელია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ ამავდროულად საკანონმდებლო ინიციატივაზეც და რატომ. ეს ცვლილება 219 მუხში განხორციელდა და შარშან ივლისის თვეში, ჯერ ერთი წელი არ არის. ეს არის ახალი წინასასამართლოს სხდომაზე სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის საქმეების და მტკიცებულთა დაუშვებლობის გასაჩივრების წესი, როცა შემოვიდა მე-67 ნაწილები. ეს ივლისში ამოქმედა, ანუ მტკიცებულების გასაჩივრება არ საჩივრდებოდა, გაუშვებლობა არ საჩივრდებოდა. მასში საკანონმდებლო ორგანოს ამ კუთხით ეს პრობლემა დანახული არ ქონია, არ ყოფილა გავლილი კონსულტაციები არავისთან, სასამართლოს შემოქმედებას გულისხმობ, ამიტომ მტკიცებულთა დაუშვებლობა თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების საბოლოო შედეგზე და მაშინ ეს ჩანაწერი არ გაკეთებულა. როდესაც ივლისის მერე პრაქტიკა მაჩვენა, რომ ამ ჩანაწერზე მნიშვნელოვანია წევრობით ფორმით ჩამოყალიბება და ჩვენ ისევ საბოლოო სახით მაინც დარჩება ეს დისკრეცია ან და ნორმის არ ქონდა, ისევ დავდგებით, შეიძლება დავდგეთ ამ პრობლემის ქვეშ. ამიტომ შეთანხმება აუცილებელია პრაქტიკის დროულად გადაჭრისთვის, დანიის ერთიანი პრაქტიკისთვის და დროულად პრობლემის გადაჭრისთვის და პარალელურ რეჟიმში ვფიქრობ, რომ უფრო სწორი იქნება, რომ არსებობდეს ჩანაწერი შესაბამისი, როგორიც არის მსგავსი ჩანაწერი სხვა გადაწყვეტილებებზე, სადაც ვაცხადეთ სარეზოლუციო ნაწილს და შემდგომ ვურთავთ წევრობით გადაწყვეტილებას. ცვლილებას თითოალისწინებს ასევე გიფიქრიათ? არა. არა. მე უბრალოდ დავამატებდი, რაც გიორგი თქვა, რომ მოდი პირველი რაც ბატონმა ზაზამ თქვა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ მოდი დავდოთ ეს ინტრანეტზე, ანუ განსჯისთვის მივცეთ დროც და საშუალებას პირველი ინსტანციის ყველა მოსამართლეს, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს პრობლემა, მეტწილად თბილისის საქალაქოს უკავშირდება, მაგრამ არის რაიონები, საიდანაც ანალოგიურად მოდის მხოლოდ საოქმო გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, მოდი თავისი აზრი ჩამოიყალიბონ ამ ხალხმა, გიორგი, ეს დავდოთ ინტრანეტზე, შემდეგ გავაკეთოთ შეხვედრის ორგანიზება, ამასაც ვეთანხმები და იქნება ახლა ძალიან ბევრი ნორმა არ არის იმაში, რა ქვია, პირდაპირ მითითებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ პრაქტიკით არის დარეგულირებული. თუ ავიღებთ მყარ გარანტიას დროში რომ მოვიგოთ, მე ვფიქრობ, ის როდის მიიღებენ ამას, არა, ჩვენ შეთანხმებული ვართ ამაზე, უბრალოდ მე ვამბობ, ავიღოთ რაღაც გარკვეული პერიოდი, შეხვედრის შემდეგ ნახოთ პრაქტიკა როგორ წავა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ქავტონინო მტკიცებულებათა დაუშვებლობაც და შეწყვეტის დროსაც გვიწევს თავიდან ბოლომდე შეფასება მთელი პროცესი ზოგჯერ 2-3 დღე გრძელდება ხოლმე. იმ პროცესის მხოლოდ მოსმენით. იმიტომ რომ არ არსებობს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. რეალურად იმის გადამოწმებაც მიდის, მართლა რა თქვა მხარემ პროცესზე, რომ რა არგუმენტი ქონდა მეორე მხარეს და მოსამართლის мотиваცია რო არ არსებობს, არ ვიცი მოსამართლის мотиваცია. მან თქვა რომ შეწყდა დამთავრდა, ხო? გვიწევს ახალი გადაწყვეტილება. არ არის მარტო საგამოძიებო კოლეგიის მოსმენა, ეს არის ზოგადად თოქმის პრობლემა, ეს არის კასაციის პრობლემაც. ამიტომ ნახე, მხოლოდ ამ თემებით კი არა, მე მესმის რომ თქვენ დასაბუთების უამრავი სხვა მოტივები გააქვთ, მაგრამ ეს ოქმის მოსმენის საკითხი არ არის პირდაპირ პროპორციული მარტო ამ თემისა. ამიტომ ვამბობ, ხო, ამიტომ ეს არის კი. მეტი არაფერი არ გვჩება, ხო, ეს არის რომ ამით დაადგინოთ რა უნდა. პრაქტიკულად იღებს ახალ გადაწყვეტილებას იმ წინასასამართლოს ხდომაზე, რომელიც ჩატარდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ შეთანხმების შემდეგ ეს საკითხი, როგორც გიორგიმ თქვა, დავსვათ იმაში, რა ქვია, იმ ფორმით, რა ფორმითაც გიორგის
პრაქტიკულად პროექტიც აქვს გაკეთებული ეს სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. მანამდე მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგსაც მივიღებთ მოლაპარაკებით და კოლეგიური ჯენტლმენური შეთანხმებით. ეს ერთმეორეს ხელს არ შეუშლის. დავიწყოთ იმ პრაქტიკის დანერგვა და მერე ვნახოთ, რამდენად იქნება მისაღები ის ფორმა, რა ფორმასაც გვთავაზობს გიორგი და ზოგადად ეს არის კოლეგიის პოზიცია. მეც მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ ნამდვილად უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გამოუცხადო ბატონ გიორგის მეტად მნიშვნელოვანი საკითხის დასმისათვის. და მე აქ ვეხმიანებით თქვენს შენიშვნას, რომ ეს მარტო ეს პრობლემა კი არ არის. ეს გაცილებით შორეული პრობლემაა და ეს მართლმსაჯულების ინტერესებიდან და საზოგადოების დობის ფაქტორის ამაღლებასთან დაკავშირებით. დღეს რაც ხდება მართლმსაჯულებაში, არა მარტო ამ წინასასამართლო რომელსაც ბატონი გიორგია ჩამული. სხდომის ოქმები რომ არ არსებობს, ეს უზარმაზარი პრობლემა მთლიანად მართლმსაჯულების, საზოგადოების და დღევანდელი ჩვენი ცხოვრების. აქედან გამომდინარე, ჩვენ მარტო ცალსახად საკანონმდებლო დონეზე რა თქმა უნდა გადაწყდეს ეს საკითხი მომავალში, მაგრამ პირველ რიგში და მე ვფიქრობ ბატონო მერაბ თქვენს დამეთანხმებით რომ დასავლეთი თუ აკეთებს და აკეთებს ძალიან სამართლიანად თვითონ ხედავენ ამ პრობლემას, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება ასე სიღრმისეულად ვერ გაითავისეს და ჩვენ უნდა აუხსნათ რომ ეს გაითავისონ და გაითავისებენ კიდევაც, მე ეჭვიც არ მეპარება არაფერი და უფრო მეტიც ეს სრულად მთლიანად მართლმსაჯულებაში უნდა მოხდეს. ოქმი უნდა დაიწეროს თუ ჰოლანდიაში, მთელი ევროპულ წამყვან ქვეყნებში ეს რეალობაა და ჩვენ უცბად გადავახდით ყველას და ჩვენ ოქმი არ გვინდა წერილობით და გვინდა უცბად მხოლოდ ელექტრონული ვერსია ეს ყოველად გაუმართლებელია ჩვენი დონით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მართლშეგნების და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ხალბატონი რომ მთლიანად გეთანხმებით, ეს უფრო სიღრმისეულად და ალბათ თუ ჩვენ დავიწყებთ ადან იამდე ჩვენ მარტო ამ ნაწილში კი არა მთლიანად უნდა გადავწყვეტოთ ეს საკითხი და არა მარტო ეს და ბატონ გიორგის მადლობა ასე მოკლე ხანში ასეთი სერიოზული წინადადებებისთვის და მადლობის მეტი რა გვეთქვის და ჩვენ ალბათ აქტიურად უნდა ავიტაცოთ ყოველივე ეს მადლობთ. ეს საკითხი რომ საფიქრელია მოწმეთა დაკითხვის წესში ეს ჩანაწერი უკვე წერილობითი დაკითხვის ოქმი ამის გარკვეულ წინაპირობასაც დებს რომ კანონმდებელმა აი დაკითხვის დროს იფიქრა რომ ის კი არა ოქმის ის ფორმა რაც ჩვენ გვაქვს მიღებული და დადგენილი არამედ წერილობითი ჩანაწერი დაკითხვის ოქმისა. მაგრამ ისიც ცხადია რომ უკვე ვხედავთ რომ ძალიან დიდი რესურსი არის ამ ხრივაც უკვე სხვა უნარჩვევებით დაჯილდოებული ადამიანებისა და აპარატისა, რომელმაც ეს საქმიანობა უნდა განახორციელოს. ამიტომ ეს დაკვირვების ობიექტის ქვეშაც უნდა გქონდეს მუდმივად ეს საკითხი და გამოსავლებზეც ერთდროულად უნდა ვიფიქროთ. აქვს კიდევ ვინმეს პოზიცია, დიახ ბატონო. მე ვეთანხმები ბატონ ვახტანგს, დიდი მადლობა მინდა გითხრა გიორგის და ასევე ბატონო პრაქტიკა ძველი ჩვენ გქონდა ესეთი რომ ჩვენ ყავდა მდივნები, ვინც ამას ახერხებდნენ ოქმის დაწერას და შესაბამისად არც თუ ცუდი ოქმის დაწერას. როდესაც პირდაპირ საუბარს იწერდნენ. მით უმეტეს დღეს გვაქვს ტექნიკური საშუალებების დახმარების ესე თქვა შესაძლებლობა, ამიტომ ალბათ პირველი ნაბიჯი ამის იქნება ოქთან მიმართებაში ეს ახალი ესე თქვა ინსტიტუტი, ახალი რეგულაცია თუ როგორ გაარჩევს ის 32 მდივანი აი ყველაფერს თავს და ალბათ ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ზედაინსტანციების მოსამართლეებს ნამდვილად უჭირს და არაერთხელ ყოფილა კი, არაერთხელ ყოფილა ზედაინსტანციის სასამართლოებისგან დასმული საკითხი, რომ ეს ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. ამიტომ ალბათ ეს არ იქნება გადადგმული ნაბიჯი, მე ვფიქრობ პირიქით ელექტრონული ოქმის და წერილობითი ოქმის არსებობა პარალელურად უფრო წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ვიდრე თქვათ უკან დახევულ ნაბიჯი. რაც შეეხება დასმულ პრობლემას, მე სრულიად ვეთანხმები მერაბს, რომ ალბათ ორივე გზით უნდა წავიდეთ ჩვენ, ვიფიქროთ პირველ ეტაპზე ბატონი ზაზას წინადადების რომ დავიწყოთ მუშაობა იმ მოსამართლეებთან და ვნახოთ რა იქნება ეს ეფექტი და შესაბამისად ალბათ აუცილებლად მაინც იქნება ჩასაწერი საკანონმდებლო ცვლილებებში გასაკეთებელი ისე თქვათ ჩანაწერი რომ ამისი უკვე არა მხოლოდ უფლება ქონდეთ და ფუნდოვანი უფლება ქონდეთ, ვალდებულება იყოს ესაბუთებისა და ამ კუთხით ალბათ უკვე ის ვარიანტი რაც გიორგი შემოგვთავაზა საკანონმდებლო წინადადების სახით რომლის ინიციირებაც უნდა მოხდეს ალბათ პარლამენტში გამოგვადგება. მადლობთ. ერთი შეიძლება მე არ მგონი ახლა გიორგი რომ შეგნებულად რაღაც ჯინაზე აკეთებს ამას რაღაცა ყველას მოგეხსენებათ ახლა რა დატვირთულობა იყო რა იყო და მე ვფიქრობ რომ ახლა ამ დანიშნებით ამ იმეებით გამოთავისუფლებით რაღაცეებით ჩვენი შიდა განსაუბრების შემდეგ ალბათ პრობლემა აღმოიფრება და ამას არ
არავითარი გარეთ გატანა და არავითარი არ დაჭირდება. მე ესე ვფიქრობ რა. მესმის, მაგრამ ბატონ ლევან, აქ საუბარი არ არის დატვირთვაზე. მოდი სხვანაირად შევხედოთ პრობლემას. 93 საქმე ეს არ არის საგამოძიებო კოლეგიისთვის ისეთი, რომ ვერ შევძლოთ ან არ გავაკეთოთ. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ საერთოდ მე საკუთრი დავაყენეთ საკითხი. მოდი ავწიოთ სტანდარტი. თუ კი სხვა რაიონებმა შეძლეს, შევძლოთ ჩვენ. მართლმსაჯულების ხარისხი, ავტორიტეტი, იმიჯის შექმნა არის ჩემი მოვალეობას და ამავდროულად სურვილიც, რომ უფრო მაღალ სტანდარტებზე ავიდეთ სასამართლოს და პირადად მეც და სხვა მოსამართლეებს. 93 საქმე არ არის ის პრობლემა, რომ მარტო მე მოვუსვებ მთელი წლის განმავლობაში და გავაკეთებ. ეგ პრობლემა არ არის. ამიტომ მე დატვირთვა უკანა პლანზე გადავწია. დატვირთვაზე მეტი არის სასამართლოს იმიჯი, ავტორიტეტი, საერთო შეთანხმება ერთიანი პრაქტიკის ქონა. ამ კუთხით ხედავ მე პრობლემას და არა იქიდან, რომ ეს შეუძლებელია ჩვენთვის ან ვინმესთვის. და ამიტომ დატვირთვას საერთოდ არ ვაპელირებ. თქვენი პრეტენზიები კარგი გაგებით საბჭოზე როგორ არა? არხაბუთება რას ნიშნავს? პირდაპირ ამბობს ხო სიტყვიერად ადამიანი ზეპირად აცხადებს ხო? მოსამართლე ყოველთვის ცდილობს საკითხი გავყოთ ორ ნაწილად, გიორგი. აი თქვენ მიერ მოცემული სტატისტიკიდან რაც ბრძანეთ, აქ საუბარია რაზე რომ დასაბუთება არის უბრალოდ სიტყვით ნათქვამი, რომელიც CD-ზეა გადასული და არ არის ქაღალდზე ამოკრებილი, ერთი, თუ და ამ პირობითაც 60 საქმიდან რამდენია, თუ არის ისეთი, რომელიც საერთოდ არაფერი არ არის და ზოგადად რუსაფუძვლების გამო. პროცენტული წილი როგორია თქვენთან? ანუ დასაბუთებული არის, მაგრამ ქაღალდზე არ არის, ერთი და საერთოდ არის დასაბუთებული. ამასაც ახსნით. წარმოდგენილია ზეპირის სახით გადაწყვეტილება. ყოველთვის ცდილობს მართალია მოსამართლე რომ დაასაბუთოს ზეპირად თავისი გადაწყვეტილება, სათან ხშირ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება 40-45 წუთი საუბრობს. ამ 40 და 45 წუთში ჩვენ რომ ამოვყრიფოთ მაგ დასაბუთებას, იმან შეიძლება შეაფასოს რომ ის არის დასაბუთებული, იმიტომ რომ მოიყვანა თავისი არგუმენტები, ჩვენ შეიძლება ვერ შევაფასოთ ასე, იმიტომ რომ როდესაც განჩინებას კითხულობ წერილობითი ფორმის სახით, უფრო სხვა ფორმით არის გადმოცემული, ამ შემთხვევაში ადგილი როცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთ და იგივე არგუმენტების გამეორებას, სიტყვების დამახინჯებულად წარმოჩენას და ასე შემდეგ, ჩვენ განაშინას და დასაბუთებისას ვერ ვგებულობთ, მაგრამ ეს არის სწორედ პრობლემა, როდესაც საჩივრების დიდი დასაბუთების ნაწილი ნახევარი არის დასაბუთებული ამ კუთხით უფრო ვრცლად, ნაწილი მოკლედ და ლაკონურად. ამ შემთხვევაში ჩვენ არ შევედავებით მოსამართლეს, რომ შენ არ გაქვს დასაბუთებული ეს თემა, იმიტომ რომ ის ფიქრობს და ცდილობს და ასაბუთებს კიდევაც. მაგრამ აქ არის საუბარი რა ფორმით საბუთდება და რამდენად მნიშვნელოვანია და ხარისხისთვის, ინტერესისთვის და საერთო მიზნისთვის რამდენად სწორია ეს ზეპირი გადმოცემა. მე ამ კუთხით არა, ეგ სხვა. მე მაგიტოა ზემდგომ ინსტანცია რომ თუ რაღაც არ მოგწევს ჩვენ უნდა იმას ვქნათ ხო? ანუ თქვათ რომ მეთქი განჩინებაში კიდევ გიორგი ერთწუთი ბოდიში იცით როგორ არის ხა ეს ჩვენთან რაც მოდის პირველ ინსტანციიდან იმას ჩვენ წარმოებას ურთავთ ჩვენ გადაწყვეტილებას და თუ წერილობითი არის იმ წერილობითაც ურთავთ დანარჩენ შემთხვევაში ხა ოქმი და რაღაცეები ჩვენი ოქმი კი რჩება მაგრამ იმათი ოქმი ჩვენთან არ რჩება და იმ ოქმში უნდა მოძებნო მაშინ ყველა ინსტანციას უკანონო ისევ იქით მივდივარ აი მე ხომაღლეს მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ არის არასრულად დასაბუთებული იმ კუთხით რომ არგუმენტაცია არის არასწორად წილად წარმოდგენილი ვინაიდან ვერ ხერხდება დროის გამო ხაღაძე მასე ბატონო ზადა როგორც წესი ამას არ კითხულობ როცა ასაბუთებენ ზეპირად აი
როგორ ავთქვა ხა პირდაპირ რა ალაგ-ალაგ რაღაცებს ამბობენ მე არ ვამბობ არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას იწყებენ აი ძალიან არასისტემატიზირებულად რაღაცებს აი რაც მაშინვე მოგდის თავში ადამიანს რაღაც აი განმარტებას რო აკეთებ გადაწყვეტილებით დაახლოებით მაგ სტილში აკეთებენ რომელიც ძალიან ხშირად თავში ნათქვამი ბოლოში ნათქვამს ეწინააღმდეგება მე ამის რომელი ჩათვალო შენ რომ ძირითადი არგუმენტი რომელია გიჭირს ამის გამოტანა იმიტომ რომ მხარე მეორე არგუმენტზე უთითებს რომელიც თქვა და ერთი მხარე პირველ არგუმენტზე რომელიც ასევე თქვა და ვერ იგებდა ამიტომ ჯობია იმ დაწერასაც ხო თავის სისტემატიზაციის ისა ფორმა აქვს ხო ჯობია რომ იყოს დასაბუთებული მოტივირებული და ყოველთვის მიუთითოს ორივე მხარემ რომ აი ეს თქვა მოსამართლემ შინ აი ასე სწორია პრობლემა რომ არსებობს ზუსტად კარგია გიორგის პირველი წინადადება შევხვდეთ ერთმანეთს ძალიან თავაზიანად და ეთიკურად გაუზიაროთ პრობლემები, რომ შეიძლება იმან კითხვა, რომ იმ 45 წუთში ჩათვალა, რომ ზეპირად სრულად დაასაბუთა, ხო, შეიძლება. მაგრამ თქვათ, რომ მაინც არის აქა პრობლემები, არ არის მიმდინარეობა, არ არის სტილი დაცული და ეს პატარა პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ ამაზე იქნებ დავილაპარაკოთ პირველი, რაც თქვენი წინადადებებია და ჩვენ ესე იგი ამ შემოთავაზებაზე ცალსახად მოვდივართ. ვეთანხმები სადაც პოზიციას რომ წერილი ინტრანეტზე განვათავსოთ თუ თქვენ თანახმა ხართ თუ გინდათ სხვა ფორმა მიცეთ და ისე განვათავსოთ როგორც გნებავს და დავიწყოთ სავარაუდოდ ხო განვათავსოთ და დავიწყოთ ამ საკითხზე კარგია თუ დასავლეთიანაც მოგვეშველებიან პოზიციებით რომ ისინი ამ პრაქტიკას უგვი ადგანან და პრობლემები არ აქვს და ეს არც კოლოსალურ დროს ითხოვს და არც რაიმე ისეთ რესურს რომელსაც ვერ შეძლებს თქვათ საქალაქო სასამართლო ხო და კარგი გაკვეთილი იქნება იმათვისაც და იქნებ მივიღოთ ჯერ შეთანხმება თუ არ და მე მზადყოფნას გამოვხატავ ასევე რომ თუ ეს საკანონმდებლო დონეზე იქნება სამოძრაო აქაც ბუნებრივია რომ ვიქნებით სათანადო დონეზე მაგრამ ჯერ ვნახოთ ხო გავყვეთ ეტაპობრივად და რა შედეგებიც გვექნება ერთხელ კიდევ დიდი მადლობა ეს პრობლემა ბატონ მერაბსაც ხშირად ხონდა დაყენებული კარგია რომ თავი მოუყარით და ესეთი სახით წარმოვადგინეთ და დიდი მადლობა უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმეთა ნომენკლატურას ბატონ გიორგის მოусმენთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ აჰა, გასაგებია, კი ბატონო, ვისმენთ ყურადღებით ბრძანეთ. წარმოგიდგენთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საქმეთა ნომენკლატურას შესათანხმებლად მოგახსენებთ რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი არის საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის საქმის წარმოების ერთიანი წესების შესახებ ბრძანებულების საფუძველზე აგრეთვე დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების შესაბამისად დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხა განსაზღვრავს ერთგვაროვანი დოკუმენტების შენახვის ვადებს და სწორედ ამის მიხედვით არის ჩვენი ნომენკლატურა შედგენილი. ეს იუსტიციის მინისტრის ბრძანება არის საერთო ყველა დაწესებულებისათვის არ აქვს მნიშვნელობა მათ სამართლებრივ სტატუსს და შესაბამისად იქ არსებული ვადები გადმოტანილი საქმეთა შენახვის ვადები გადმოტანილი არის საქმეთა ნომენკლატურაში. ეს დოკუმენტი არის საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ძირითად დოკუმენტებზე გავამახვილებ იმ ძირითად საქმეთა შენახვის ვადებზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი როგორც ხედავთ ეს არის სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტი. აქ ნუ რაღაც ანუ მიმოწერა სახელმწიფო სახელმწიფო ორგანოებთან ინახება 5 წლის ვადით. შემდეგ წესდებები და დებულებები მუდმივად ინახება. მოქალაქეთა მიმართვები განსხვავებით იმისგან არის სერიოზული ხასიათის თუ ნაკლებ სერიოზული შენახვის ვადები აქვს განსხვავებული, მაგალითად მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები, რომლებიც არის სერიოზული დარღვევების შემცველი ინახება 50 წლის ვადის, პირადი ხასიათის 5 წლის ვადის და მეორე ხარისხოვანი, ანუ ნაკლებ მნიშვნელოვანი განცხადებები, ასევე 5 წლის ვადის. სასამართლო დავაში მონაწილეობისას სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შენახვის ბატონო ეს როგორც აღნიშნა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის დარეგულირებული ეს საკითხი კერძოდ დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხა და ეს არის ყველა დაწესებულებისთვის საერთო სანიმუშოა და იმის მიხედვით გადმოვიტანეთ ვადები და შესაბამის მუხლედაც არის მითითებული ეს ვადა თუ რომელ მუხლში წერია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში. დიახ, იმიტომ რომ დიახ, რა თქმა უნდა.
შემდეგ სასამართლო დავების აღრიცხვის რეესტრი ინახება მუდმივად, ხოლო პარლამენტიდან განმოგზავნილი კანონპროექტები 3 წლის ვადით. რაც შეეხება საფინანსო სამეურნეო სამმართველოს, აქ ძირითადად ყველაფერი ინახება 6 წლის ვადით, განსხვავებული არის დოკუმენტები, შენობა, ნაგებობების და ძირითადი საშუალებების გადაფასებისა და აღრიცხვის შესახებ, რომელიც 50 წლის ვადით ინახება. ბუღალტერიას რაც შეეხება, ბუღალტერიის ნაწილი აბსოლუტურად იდენტური არის იუსტიციის მინისტრის ბრძანებისა, რაც რა ვადებიც არის იქ დამტკიცებული, ანალოგიურად არის აქ გადმოტანილი. შემდეგი გახლავთ სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტი. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში არსებული საქმეები ძირითადად ყველა ინახება 10 წლის ვადით. განსხვავებული არის დისციპლინური საქმის მასალები, რომელიც ინახება 5 წლის ვადით, აგრეთვე წლიური დისციპლინური სტატისტიკა ინახება 20 წლის ვადით, ხოლო სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალები 5 წლის ვადით. შემდეგი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ინახება მუდმივად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებები მუდმივად, შრომითი ხელშეკრულებები მუდმივად, პირადი საქმეები, მოსამართლეთა პირადი საქმეები ინახება მუდმივად, საბჭოს წევრების პირადი საქმეები ასევე მუდმივად, ხოლო საბჭოს აპარატის მოხელეთა 75 წლის ვადით. საბჭოს ხსოვნის საქმეები და დაკავშირებული დოკუმენტები ასევე მუდმივად ინახება, საატესტაციო და საკვალიფიკაციო კომისიის ხსოვათა ოქმები დადგენილებები ინახება 15 წლის ვადით. შემდეგ კომისიის საკვალიფიკაციო კომისიის ხსოვათა ოქმებთან დაკავშირებული დოკუმენტები ასევე 5 წლის ვადით ინახება. სამსახურებრივი მოწმობების 3 წელი და მუშაკთა საშტატო შემადგენლობის სია 75 წლის ვადით. რაც შეეხება საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატებს ინახება მოკითხვამდე, მაგრამ მოუკითხავი არანაკლებ 25 წლისა. საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგები და წერის გამოცდაზე შესრულებული ნაშრომები ინახება 3 წლის ვადით, წარმატებული ნაშრომები ინახება 7 წლის ვადით, საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულ პირთა რეესტრი ინახება მუდმივად, განცხადებები კონკურსებში და საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის შესახებ და თანდათული დოკუმენტები 3 წლის ვადით, სააღრიცხვო ჟურნალი, ეს იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა რეესტრი, საბჭოს მდივნის ბრძანებების რეესტრი, შრომითი ხელშეკრულებების აღრიცხვის რეესტრი, მივლინების ფურცლების გაცემის აღრიცხვის რეესტრი, ყველა ინახება მუდმივად. მოსამართლეებთან კომუნიკაციის სტანდარტული ინფორმაციის ერთიანი ბაზა 25 წლის ვადით ინახება, სასამართლო წარმომადგენლობის მასალები 10 წლის ვადით, ადამიანური რესურსების მართვის პროცესში და სხვადასხვა დოკუმენტების შედგენის წესები, დებულებები და ინსტრუქციები ასევე ინახება მუდმივად. შემდეგი არის ხარისხის მართვისა და რეფორმების სამმართველო, აქ ძირითად დოკუმენტებს მოგახსენებთ, ეს არის სასამართლო საქმის წარმოების ფორმები, რომელიც ინახება მუდმივად, საერთო სასამართლოების საქმიანობის შედეგების დოკუმენტები ასევე მუდმივად ინახება, ანალიტიკური მიმოხილვები საერთო სასამართლოების საქმიანობის ძირითადი საკითხების მიხედვით ასევე მუდმივად ინახება, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალები და ანალიტიკური ინფორმაცია ინახება მუდმივად. წლიური ინახება წლიური ინახება მუდმივად, ხოლო ნახევარწლიური ინახება 5 წლის ვადით. რაც შეეხება მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტს, მსგავსად სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის, ეს არის იმდენად სპეციალური სამართლებრივი დოკუმენტებია, რომლებიც არ არის მოწესრიგებული იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, აქ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადები ვერ იქნებოდა გაწერილი, იმიტომ რომ საერთოდ არ არის მსგავსი რამე იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში მოხსენიებული მსგავსი სახის დოკუმენტები. ამიტომაც თვითონ შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა გადაწყვიტეს ამ საქმეთა შენახვის ვადები. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასკვნები ინახება მუდმივად, საბჭოს წევრების შეფასებები ასევე მუდმივად ინახება, მიმოწერა მოსამართლის საქმიანობის შეფასების საკითხებთან დაკავშირებით 5 წლის ვადით ინახება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები მოსამართლის საქმიანობის არა, მე მგონი ეს 5 წელი იმდენად დიდი ვადაა, რომ კი, ანუ დიახ, და მე არა, მე მგონი არა, იმიტომ რომ კი, განივრულად არის, დიახ, ეს აქ მაშინ შეიძლება რომ შენიშვნა გაკეთდეს ისეთი, რომ ამ 5 წლიანი ვადის ასვლა დაიწყება 3 წლის გასვლის შემდეგ უკვე, ანუ 3 წელი რო გავა მერე დიახ.
და კიდევ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი აქტები მოსამართლე საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით ასევე ინახება მუდმივად. ანუ ეს არის ის ძირითადი დოკუმენტები, რაც გაწერილი არის საბჭოს ნომენკლატურაში. არა, ყველა დოკუმენტი აქ არის გაწერილი, რომელიც ინახება მუდმივად, ერთი გამონაკლისი არის მხოლოდ 5 წლიანი ვადა. ეს ნომენკლატურა, რაც ახლა პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯერ პროექტის სახით არის, ეს არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის დასამტკიცებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს ეროვნულ არქივთან შეთანხმების შემდეგ. ჩვენ ეს პროექტი უნდა გადავაგზავნოთ, თქო ჯერ უნდა შეიქმნას დაწესებულებაში თვითონ საბჭოში მოდიმოქმედი საექსპერტო კომისია, რომელიც ასევე უნდა შექმნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანმა. ამ კომისიის შემადგენლობაც უნდა განისაზღვროს. ეს ჩვენ მოვამზადეთ ახლა აპარატულად დოკუმენტი, მაგრამ ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ უნდა ნახოს იმ მოდიმოქმედა კომისიამ, მოიწონოს ასე ვთქვათ და სწორედ ამ შეთანხმების პროცედურას გავდივართ ახლა ჩვენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭო გვინდა ჩავთოთ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ აქ ისეთ დოკუმენტებზეა საუბარი, რომელიც საბჭოს საქმიანობას შეეხება და საბჭო იყოს ინფორმირებული და თქვენი თანხმობით ასე ვთქვათ, დავადგინოთ ეს ვადები. ამიტომ გვინდა რომ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ახლა, რაც ისეთი ძირითადი დოკუმენტები არის, რომელიც საერთო არის ყველა სახელმწიფო დაწესებულებისათვის, ეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ისედაც არის დადგენილი, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო ესეთი სპეციფიკური დოკუმენტები, რომელიც კონკრეტული დაწესებულების და ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კომპეტენციიდან გამომდინარე, მხოლოდ საბჭოსთვის დამახასიათებელი დოკუმენტებია და აქ საქმიანობის შედეგად იქნება. ამიტომ განსაკუთრებით გვინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს თუ რამდენი წლით იქნეს ეს დოკუმენტები შენახული, ასევე გვინდა თამუნას ვთხოვოთ და საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ეს იქნება გამოცდები, კონკურსები, ეს მასალები და ასევე მოსამართლის საქმიანობის შეფასების მასალები. ეს ყველაფერი იქნა წარმოდგენილი, მაგრამ მაინც გვინდა რომ მიგაქცევინოთ ისე ყურადღება დიახ, დისციპლინურზე განსაკუთრებით და შეფასებაზე ძირითადად როგორც ითქვა, მუდმივად უადო არის ყველა და მხოლოდ ეს მიმოწერის საკითხები, რაც ხდება ინფორმაციის მოძიება, ეს არის 5 წლიანი და ასევე იყო გასაჩივრების ის დიახ, ამას ჩავასწორებთ, როგორც გითხარით. დისციპლინურში ყველგან არის 10 წელი და მხოლოდ არის 5 წელი იმ მასალებზე, რომელიც ესე იგი სასამართლოები და რაც ხდება გამოთხოვა ამ დისციპლინური საჩივრის შესწავლასთან დაკავშირებით, ეს არის 5 წელი, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა ჩვენის პრობლემაც გვიდგას, რომ მოგახსენებთ იმ ინფორმაციასაც, რომ ჩვენ უკვე ეროვნულ არქივთან გვაქვს ხელშეკრულება დადებული და ამის პარალელურად მიმდინარეობს პროცესი უკვე ჩვენთან არქივის აღწერის, იმიტომ რომ ჩვენთან ისეთი მდგომარეობა არის, რომ ჯერ საბჭოს არსებობის განმავლობაში ეს არქივის არ დამუშავებული არქივი, ამიტომ არის ძალიან გადაწყვეტილი და შესაბამისად საჭიროებს ეს რეგლამენტირებას. უკვე კომისია მუშაობს ეროვნული არქივისგან მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ იმ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნომენკლატურის მიხედვით ახარისხებენ ამ დოკუმენტაციას, მაგრამ ჩვენს ამ ნომენკლატურის დამტკიცების შემდეგ, რომლითაც ვადები იქნება განსაზღვრული, მხოლოდ ამის შემდეგ გადაახარისხებენ გასტანადგურებელ დოკუმენტაციას, ასე ვთქვათ. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ხანდაზმულობის ვადა დისციპლინური საქმის წარმოების გადაცნობის ჩადენიდან არის 5 წელი, რომლის შემდეგაც ასე დაღარით. მაგრამ ჩვენ მაინც 10 წელი დავადგინეთ და ეს ეხება საბჭოს გადაწყვეტილებებს, დივნის გადაწყვეტილებებს, ასე ვთქვათ, შემაჯამებელ თუ შუალედურ გადაწყვეტილებებს პირობითად რო ვთქვათ, თუმცა და ეს ჩვენი აზრით აბსოლუტურად საკმარის გადაწყვეტილებებზე ის ჩვენ არ გვეხება იქ თვითონ სადისციპლინო კოლეგიის საქმის პალატის ჩვენი გადასაწყვეტი ისინი თვითონ იმოქმედებენ ამის მიხედვით და 5 წელი დისციპლინური საქმის მასალებზე, იმიტომ გვაქვს ძირითადად
მოცულობით ეს მასალები არის სწორედ სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რასაც მეაქვს ასე ვთქვათ დიდი და ეს მე ერთი ეს არის რომ მარტო ჩვენთან კი არ ინახება ეს მასალები ეხო სასამართლოში და ეს ის მასალებია რომელიც მარტო მხოლოდ საბჭოში კი არ ინახება და საბჭოში შექმნილი დოკუმენტაცია კი არ არის ეს არის სასამართლოდან განმოგზავნილი მასალები რომლის მოძიებას თუ საჭირო გახდა იქ არქივშიდაც შეიძლება მოვიძიოთ დიახ და აი თუ კიდევ დისციპლინური მოსამართის საქმიანობის შეფასება და თამუნას თუ სურს რაიმე რომ გაამახვილებინო ყურადღება საბჭოს კონკურსის და გამოცდის მასალების შენახოსთან დაკავშირებით და სერტიფიკატებზე. დადგენილი არა ეს ყველაფერი უკვე ჩამოწერილი არის და ეს კენჭისყრა არა თუ რაიმე შენიშვნები გვაქვს რომ ჩვენ ამ პროექტში გავითვალისწინოთ რომ გავაგზავნოთ არქივში შესათანხმებლად და კომისია არის შესდიახ და კომისიის შემადგენლობაც რომ გამსაზღვროთ ბატონ ლევან თავმჯდომარედ და შემადგენლობაც დიახ არა ეს უკვე ბატონ ლევანის გადასაწყვეტი არის კომისიაში კი არის ესეც თვითონ დებულებაში წერია რომ იქედანაც შეიძლება იყოს არის რეკომენდირებულია რომ იყოს ის წარმომადგენელი დიახ კი ბატონო მადლობთ კი ბატონო სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება თუ რა არის დადგენილი გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ესე იგი ჩვენთან არის წარმოდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაცია და არის ასევე პარლამენტის დადგენილება ხო დიახ მოგახსენებთ რომ ამიტომ აბა დეტალები რომ მოგახსენოთ და დიახ შემდგო ხო კი ბატონო მოგახსენებთ ესე იგი პარლამენტ ესე იგი შემოსული არის დადგენილება რისთვის გჭირდება გიორგი ჯერ ასე მარტივად გითხარი კი ბატონო წერილი არის შემოსული ქალბატონ ეკაბესელიას კომიტეტიდან რომელსაც რა თქმა უნდა პარლამენტის დადგენილებით ეს არის 2015 წლის 3 ივლისის პარლამენტის დადგენილება 2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. მოგესალმებით პარლამენტმა მოისმინა ეს ანგარიში სახალხო დამცველის, რომლის შესაბამისადაც მიიღო დადგენილება, რომელ დადგენილებაშიც მე მოკლედ მაქვს ამონარიდი გაკეთებული ამ დადგენილებიდან ამ ანგარიშის შესაბამისად პარლამენტმა შესაბამისი რეკომენდაციები მისცა სახელმწიფო დაწესებულებებს. ამ სახელმწიფო დაწესებულებებში არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო მე-13 პუნქტი დადგენილების რომ საბჭომ უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და ბუდიში ახლა მე ეს დოკუმენტი რო გავეცანი მივხვდი რომ ეს ახალი სამართლებრივი შედევრია იმიტომ რომ და ძალიან მაინტერესებს პირველ რიგში ჩვენ ხა გავიაზროთ რა არის ეს რეკომენდაციები იმიტომ რომ მე მაინტერესებს პარლამენტის რეკომენდაცია რომელიც ფორმულირებულია ისე რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს რაღაც საკითხების გადაწყვეტა. რამდენად ეს არის რეკომენდაცია? რამდენად უფლებამოსილია პარლამენტი თავისი რეკომენდაციით, მით უმეტეს შემდგომ საერთო სასამართლოებს
ხო, გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად შეისწავლონ, გამოიკვლიონ და აამაღლონ და ასე შემდეგ, უბრალოდ ჯერ სამართლებრივად მინდა შენი როგორც ასე ვთქვათ პასუხისმგებელი იურისტის ასე ვთქვათ პოზიცია. მე მართალი გითხრათ, კაპიტანი, ვერ მივხვდი ასე ვთქვათ ამ დადგენილების სამართლებრივ გამართულობას ბოლომდე, იმიტომ რომ პარლამენტის საკანონმდებლო ორგანო სასამართლო ხელისუფლებას ავალდებულებს რეკომენდაციების სახით რაღაცებს. ბატონო ზაზა, ასე ხო არ ჯობია, რადგან ერთი აი დადგენილება. ერთვის თან ნახეთ, გახსენით არის. პარლამენტის დადგენილება, მე უბრალოდ ფორმას ვერ ვხვდები. ბატონო ზაზა, მე ვფიქრობ, რომ ეს გიორგის მოძიებული დადგენილების საკითხი ამ წუთში ამ საკითხთან ნაკლებად არის შუაში. მოდი ასე გავწიოთ გვერდზე ეს საკითხები, იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა ამ პარლამენტის ამ დადგენილებაზე ვიმსჯელებთ, ეს სხვა რაკურსში გადაგვიყვანს. ეს სხვა საკითხია და სხვა თემად იქნება გამოსატანი, მე ასე ვფიქრობ, თუ არა და ეხლა თუ სახალხო დამცველის ინფორმაციაზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს არის თემა. ხო, მე გეთანხმებით, ამიტომ გიორგის ამიტომ ვთავაზობ ზაზა პოზიციას, რომ იქნებ შეიძლებოდეს, რომ გავყოთ. თუ არა და მაშინ ლოგიკურად აქედან უნდა დავიწყოთ, აბსოლუტურად სწორია, რომ ჯერ ეს რა არის ეს დადგენილება და მე რა დაგვალა რა რეკომენდაციის მოგმართა სახალხო ამ დადგენილებით მე-17 პუნქტით ადამიანის ცვლილებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა, რომ ეს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული და რაც უწევს ამაზე წარმოადგენს ინფორმაცია. ამიტომ მოგთხოვა კომიტეტმა ხა ჩვენ თვითონ რომ კი, მაგრამ ეს სახალხო დამცველის წერილი ხო დამოუკიდებლად შემოვიდა, რასაც ზაზა უთითებს, ამას ვამბობ. მე წერილი არ ვიცი სიმართლე გითხრათ რომ რეკომენდაცია. ბატონო? რეკომენდაცია, გიორგი, აი ეს რეკომენდაცია, რომელიც ორ საქმესთან და აბა არ ჩაგიხედავს? ეს მე არ ვიცი რა არის ატვირთული ეს. ხო, მეც მივხვდი. არა, ეს მე არ ვიცი რა რეკომენდაციაზე არისო. აი თამუნა არ არის და ვენ ვკითხე. მე მინდოდა ჯერ ესეთ ეს უბრალოდ გამოვიდა ვინაიდან წერილი შემოვიდა და 1 თებერვლამდეა გასაგზავნი თან მინდოდა ორგანიზაციულად ქალბატონინო როგორ საბჭოს მომეხსენებინა რომ აქ მე-13 პუნქტში ერთი არის რომ საბჭომ რა უნდა გააკეთოს და მე-14-ია უზენაეს სასამართლოს და საერთაშორისო ევალება. ჩვენ როგორც გავარკვიეთ და წერილი ჩვენ სახელზე არის მოსული რომ საბჭოს თხოვენ რომ საბჭოს რაც მიემართ, ამიტომ მე მგონი ჩვენ უნდა ვიხსენოთ მე-13 პუნქტი და მე-13 პუნქტი შეეხება მხოლოდ დისციპლინურ საქმის წარმოებას, რომ საჩივრების დროული და ობიექტური შესწავლა და განხილვა იქნეს უზრუნველყოფილი და ამაზე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ანუ ვადებზე გადაგაქვს შენ მთელი ის არა, ვადებზე არა, იმაზე გავყოთ საკითხი, რომ საბჭო მხოლოდ უნდა უპასუხოს მე-13 პუნქტზე და ჩვენ როგორც დავადგენთ, ქალბატონინო, ასეთივე წერილი არის უზენაეს სასამართლოს შესული, რომელიც ჯერ თვითონ წერილი ვერ ვნახეთ შინაარსი, მაგრამ სავარაუდოდ იქ იქნება მითითება თქვენთან მე-14 პუნქტზე, ანუ მე მგონი იდენტურია მე-14 პუნქტი შეეხება რაც სასამართლოებს ეხება თხოვენ ინფორმაციას უზენაეს სასამართლოს და ჩვენ ამ შემთხვევაში საბჭოს შემთხვევაში და ამის შეთანხმება მინდა რომ მე-14 პუნქტი ხომ არ არის საბჭოს გასაცემი, ანუ ეს უზენაეს სასამართლოზე. ამიტომ თქვენ ისნებათვით ამ წერილს ამაზე ინფორმაციას მოამზადებს დისციპლინური სამართალთა წარმოების დეპარტამენტი, რომელსაც ამ მომზადებულ ინფორმაციას შემდეგ გაჩვენებთ, რომ როგორი სახით უნდა გაიგზავნოს პარლამენტში. ამის შეთანხმება გვინდოდა ჩვენ. აი ნახეთ მოთხოვნა არის ასეთი დადგენილება გაშალეთ და წაიკითხეთ ყველა. განახეთ ყველა დადგენილება გაშალეთ და წაიკითხეთ. ანგარის შესაბამისად პარლამენტი ადგენს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და საჩივრების დროული ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცნობის ჩადენას ეხება, აგრეთვე მათზე რეაგირება. ეს ხო და მაშინ ამ თემაზე ახლა დადგენილების გასაჩივრება უნდა დავიწყოთ თორე ახლა ამაზე რომ დადგენილება არსებობს ვეღარაფერსა. არა, ანგარიში არ არის ეს ჩემი აზრით. აი ფორმულირებას მეც ცოტა უხერხული ფორმულირებაა, მაგრამ ეს ფორმულირება ანგარიშთან დაკავშირებით და რაიმე დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ ეხება. ეხლა ზაზა? კი, ეხლავე ამით ჯერ მე-13-ზე ვარ. ესე იგი, ეს რაც აქ მე-13-ში გვიწერია დადგენილებაში, ეს გვაქვს ორგანული კანონით დავალებული ჩვენ. ცალკე საკითხად. ანუ
ორგანულ კანონს უფრო მეტი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე ამ დადგენილებას. ანუ მე-13 წერია საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს იმ განცხადებებისა და საჩივრების დროული, ობიექტურად სრულყოფილი შესწავლა, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაწყვეტის ჩადენას ეხება. ანუ ორგანული კანონი პირდაპირ მიდგენს ორ თვეში უნდა განვიხილო, ობიექტურად განვიხილო. ანუ ამაში იგულისხმება, რომ ჩვენ ინფორმაცია მივცეთ ჩავალ მე 17-ზე. კი. საქართველოს პარლამენტის უფლებათა დაცვისა და საქართველოს ინტეგრაციის კომიტეტის მონიტორინგი გაუწიოს 2014 წლის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის მოდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მითითებული ფაქტების თავიდან და რეკომენდაციების შესრულებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში წარედგინოს 1 მარტამდე. ხო, რა არის აქ გაუწო? არა, ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში თქვენ რა აღმოაჩინეთ აქ, რა იუსტიციის უმაღლეს საბჭომ არ შეიძლება აღმოაჩინოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და ასე შემდეგ. არა, ინფორმაცია შეიძლება. არა, ეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საქართველოს ინტეგრაციის კომიტეტის მონიტორინგი გაუწიოს სახალხო დამცველის ანგარიში მითითებული ფაქტებიდან თავის და აცილების რეკომენდაციის შესრულებას და მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. ხო, რა ვიცი, ანგარიში არა, ალბათ ინფორმაცია. არა, ნუ ანგარიში ბოლოში შესაძლოა ანგარიში წარადგინოს. ანგარიში ბოლოში. ბოლოში ანგარიში წარადგინოს 2013 მარტამდე. ხო, ნუ ეხლა აქ ჩვენ იმ ორგანოების მხრიდან, რომელსაც შესაბამისად დაევალათ გარკვეული ღონისძიებების გატარება. სტატისტიკური ინფორმაციას მივაწოდებთ დისციპლინურ განხილული საჩივრების შესახებ. განხილვის შინაარსში და სტატისტიკური ინფორმაცია. მაშინ იქნება ანგარიში და ორი კუთხე ვინაიდან კი, საბჭოსთან მიმართებაში ეხება დისციპლინოს, მაგრამ უზენაეს სასამართლოს და საერთო სასამართლოებს აქვს, აი ჩამონათვალი არის ეს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობაზე და ასე შემდეგ. ეს სახალხო დამცველის ანგარიში იყო ასახული, რომ გარკვეული საჩივრები, რომლებიც შევიდა საბჭოში, ეთყობა სახალხო დამცველს ქონა პრეტენზია, რომ არ იხილებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ და ამაზე გთხოვენ ინფორმაციას განვიხილეთ თუ არა. მე როგორც დისციპლინურ დეპარტამენტს ვკითხე, მათ ეს ინფორმაცია აქვთ მომზადებული და შეიძლება ეს ინფორმაცია იქნეს გადაგზავნილი. ეს საუბარი იქნება იმ საჩივრებზე, რომელშიც სახალხო დამცველის ანგარიში იყო საუბარი 2014 ანგარიში. ხალბატონო, ეს არ არის საუბარი მთლიან საქმიანობაზე საბჭოში, ეს არის იმ საჩივრებზე საუბარი, რომელიც 2014 ანგარიში იყო ასახული სახალხო დამცველის. კი ბატონო. და არა მთლიანად საბჭოს საქმიანობაზე. კი ბატონო. დიახ, სახალხო დამცველის ანგარიში რაც არა, იქნა თუ არა განხილული. ინფორმაციას მივაწვდით, იქნა თუ არა განხილული. კი ბატონო, ხო, ამაზე არის საუბარი, დიახ.
სახელმწიფო სახელმწიფოა. სასამართლო სამი ხელისუფლების თუ ერთმანეთს აკონტროლებს. სასამართლო აკონტროლებს აღმასრულებელს და საკანონმდებლო ხელისუფლებას პროცესზე და დარბაზში და პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლებას თავისი მექანიზმები და ვერტეტები აქვს სასამართლოს საკონტროლებელი. ასე მგონია რომ სასამართლოს არავინ აკონტროლებს, მაგრამ კონკრეტული საქმის განხილვის და გადაწყვეტის არ აკონტროლებს, მაგრამ ამ ადმინისტრაციის საკითხში ჩვენ უათო გონია რომ დისციპლინური კანონები გავალდებულებს განვიხილოთ განცხადებები რომ განვიხილოთ აბა აუგეთ ეხლა და ასეთი განცხადება არ განვიხილოთ რასაც მოქალაქე მოგმართა ასეთი რეკომენდაცია არ განვიხილოთ და როგორ ვფიქრობ პარლამენტთან აღმასრულებელ აქტივობა რეაგირება არ უნდა მოახდინოს ამიტომ იხილავს თუ არ იხილავს ასრულებს თუ არ ასრულებს თავის კანონმდებლობის და ძლიერი უფლებამოსილებას რა თქმა უნდა შეუძლია და თუ დაინახავს თუ არ ასრულებს საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენება შეუძლია ხო ამიტომ აქ რაიმე დააპირისპირების ის კი არ გამოვაცხოთ ჩვენ ამ სიტყვებში და ჩვენ სწორი ფორმით რა ფორმითაც ვივალება იმ ფორმით შევთავაზოთ და ამით მოვხსნით ყველა უხერხულობას თუ ჩვენ და ამაზე დავიწყოთ მაშინ მოვიწევთ ჟურნალისტების სახეს აღუნა ეწეროს ახლა შევიდეთ პარლამენტთან დაპირისპირებას გვაქვს ეს სჭირდება აქ სჭირდება დაპირისპირებაზე არ მithქვამს მე პარლამენტი ჩვენ მიგვითითებს და გავალდებულებს თუ გთხოვს ეს ჩვენ კონსტიტუციური ვალდებულების შესრულებაზე დადგენილებელი გოდიში ზაზმაპატი დადგენილებელი რომ გამოდიოდა და ევალებოდა ვიღაცას რაღაცები სასამართლოს ყოველ ჩირებში ეწერა სასამართლოს ეთხოვს კი ბატონო და ასე შემდეგ ანუ ამ ფორმებს ეთხოვოს მიემართოს ინფორმაცია ანგარიშ სასამართლოსთან მიმართებაში გეთანხმებით შეიძლება მეტი ასე ვთქვათ კორექტულობით იმასთან ამიტომ ჩვენს მიერ გასაგზავნ პასუხში გავაკეთებთ ხლა უფრო ახლო ლოკალიზაცია გავაკეთოთ საკითხზე არ გვინდა ეხლა ასე შორს წას
მოდი ასე არ ჯობია, ეხლა გადავიდეთ საკითხზე, რას ვაკეთებთ. არ გვინდა ეხლა დავა, ერთს აქვს, ერთი მოსაზრება, მეორეს აქვს. ამიტომ ხო ის რა ბატონო ზაზა, მე-14 დღეს ამ საკითხის წარმოქმნა სწორედ ამას შეეხებოდა ორგანიზაციულად, რომ ჩვენ მე-14-ზე არ ვაპირებთ საბჭო ინფორმაციის გაგზავნას და ეს წერილი არის უზენაეს შესული და ამიტომ ჩვენ მე-13 პუნქტზე უპასუხებთ მხოლოდ. არა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ჩვენ მოგვმართეს საბჭოს რეკომენდაციის პუნქტთან ასეთია გიორგის წინადადება, რომ ამაზე თვითონ უზენაესმა სასამართლომ გააკეთოს რეაგირება. ეს არის მხოლოდ მე-13 მე-13 ნაწილთან დაკავშირებით გავაკეთოთ ახლა ჩვენ პოზიცია და დავაფიქსიროთ მე-13 ნაწილთან დაკავშირებით საინფორმაციო სახის ჩამონათვალი შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს იქნება სტატისტიკური თუ გვინდა რომ ამ დადგენილებაზე მე ზოგადად ცალკე ვიმსჯელოთ და ამაზე პოზიციები დავაფიქსიროთ, ეს შეიძლება საკითხად გავაკეთოთ. მაგრამ თვითონ ეხლა მე-13 პუნქტთან დაკავშირებით, რაც აპარატს აქვს მომზადებული, ამ საკითხზე მოვისმინოთ. თუ არის ასეთი თანხwebdriver საბჭოს წევრების, რომ ეს დადგენილება სასამართლოს ავტორიტეტისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, ანგარიშვალდებულების ნაწილის მიღმა არის არასათანადოდ მომზადებული დოკუმენტი, ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ. ახლა ვნახოთ, რომ ამ დოკუმენტს იმდენად აქვს თავისი იერსახე დაკარგული, რომ იმ პუნქტის მონაცემებსაც ვერ მივაწვდით, რაც შეგწერია და რაც არც ერთ შემთხვევაში არ იწვევს რაიმე პრობლემებს, არც სასამართლოს, არც საზოგადოებისთვის, ანუ მე-13 პუნქტი. მე-13 პუნქტზე ეხლა კი არ არის სამწუთას, ეხლა კი არ გამოგვაქვს ეს პასუხი. ჩვენ ორგანიზაციულად გვინდა რომ ჩვენ ამას მოვამზადებთ ინფორმაციას და გაჩვენებთ 1 თებერვალამდე უნდა გადავაგზავნოთ. კი ბატონო. ზოგადად სახალხო დამცველის შესახებ კანონშიც არის დაახლოებით ამგვარი დათქმები და ირიბად მაინც გვაქვს ეს ჩვენ გასაკეთებელი. ამიტომ არ შეიძლება ეხლა მხოლოდ ამაზე აპელირება, რომ დადგენილების გამო ჩვენ ამ პასუხისგებლობისაგან თავს დავახტევთ. და ქალბატონო, აი მე-14-ზე როგორ გაკეთება მენეჯმენტი შეიძლება ეს არ გვინდა ეხლა ასე საკითხის გამწვავება, ეხლა ის რას იფიქრებს, ეს არ არის. ახლა ვახტანგ ერთი წუთით, ვახტანგ ჩვენ ის რაც საკვირველია, რას ვთხოვენ, ჯერ ჩავიხედოთ, კაცო, ჯერ არსებიც ვნახოთ, შიგრა არის და რა აქვს გიორგის გამოტანილი მოვისმინოთ. ეხლა აქ აი ეს არის თავარი ორგანიზაციულად ყველა წესის დაცვით რა შეიძლება გაკეთდეს. დანარჩენი საზრუნავი მერია. ახლა ეს ფონი პარლამენტს ვინ კითხავს, ჩვენ რატო გავუგზავნით, არ არის ახლა ასეთი სწორი ფონით ამ საკითხის განხილვა. ეს არის ის, რაც ჩვენ სახალხო დამცველის შესახებ კანონიცაც გვაქვს დაკისრებული და არის ის, რისი ინფორმაციის გაცემაც ამათმა კი არა ნებისმიერმა ადამიანმაც რო ითხოვს, უნდა გაიცეს. ამ ნაწილში წარმოვიდგინოთ, აბა თქვი გიორგი რა გინდა რო თქვა და მე შევხედო და თუ პარლამენტის დადგენილებასთან არის ზოგადად პრობლემა, ეს სხვა საკითხით გადასაწყვეტი საკითხი. მესმის ზაზა ასეთი უფლებამოსილებების ჯახილი მუდმივად არის სახელმწიფო შტოებში. მე არ მგონია რომ პარლამენტი ამ მიმართულებით წერდა ეხლა ამ დადგენილებას, ეს არასწორი პოზიცია არის, ასე ჩამოყალიბებული ამ დოკუმენტის თაობაზე შეიძლება იყოს მსჯელობა, მაგრამ რომ მომავალში კიდე რა დაგვემუქრება, ეს ახლა სახელმწიფო შტოებს შორის მხოლოდ დაძაბულობის თემაა და არასერიოზულია. პარლამენტს განზრახული აქვს, რომ თუ ამ დადგენილებით ახლა ჩვენ ინფორმაციას გავუშვებთ, ხვალ შეიძლება გადაწყვეტილებებზე კრიტიკა და შეცვლა მოგთხოვოს. ვილა არ გამიგია ასეთი ფორმატით ოფიციალურ დადგენილებებში რაიმე ასეთი. დადგენილებაზე ახლა ერთი წუთით მე ახლა ნუ გადამამოწმებ თქვენ ძალიან აღთხოვთ. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში დადგენილებაზე, ნუ დაძაბავთ ფონს იქ სადაც არ არის დასაძაბი. ამიტომ ეს არის კორექტული მიდგომა, რომ დადგენილების ფორმატით არის ახლა მსჯელობა და არა ის ვინსად რა თქვა. კერძო თუ საჯარო გამოსვლებში ის სხვა საკითხებია. ამიტომ ახლა ამ საკითხში ავხედოთ, ეს მუქ არა რომ მე კიდე რას დაწერს პარლამენტი და რას დაგვავალებს. ეს არასერიოზული შემოგდებული წყალებში რო ვთქვათ რა, იმიტომ რომ რაღაცა უნდათ ამით რომ იმას ახლა და რა არის ხელოვნურად მაინც ვერ მივხვდეთ. ვარავთ პატარა ბავშვების სკოლის მოსწავლე რაღაცა ქალბატონო ვერ ხვდებოდეთ, რა არის ამ ყოველი დოკუმენტის უკან, რა დევს ამაში. რა საშიშროებაა ესეთი? რა საშიშროება და აი ზანა ბატონმა ზადა რა საშიშროებაც არის და ახლა
ამ იმაზე ცოტა უნდა ჩამოყალიბოთ, კიდევ უფრო სრულყოფილად უნდა მოხდეს ამისის და ვერ გავიგე მე ნამდვილად ვერ გავიგე ბატონო გიორგი იქნებ დაასრულოთ საკითხი მე-13 პუნქტთან და მე ვიმსჯელოთ არასერიოზული ახლა ეს მიდგომები ერთი რა ეს ხელმოწერილი დოკუმენტია უკვე ეს არის 2015 წლის დადგენილება ეს ამობეჭდილი მაქვს ისე უბრალოდ ეს კოდექსიდან არის თვითონ მიიღეს თავი თვითონ მიიღეს ჩვენ არ ვკითხეს არაფერი ხო რა რაც იყო მაჩნეში არის ეს ახლა მაგის ის ამბილა რა ეს ის არის გალბატონო თქვენ სახალხო დამცველის ანგარიშზე რო ბრძანდებოდით იქ დიახ განხილვაზე არაფერი არ შეიძლება იდოს და ვერც გავაკეთებთ გულითაც რო გვინდოდეს კაცო რა ის არის ქალბატონო ჩვენ მოვამზადებთ ეხლა გადაეცემა დისციპლინურ დეპარტამენტს რომ ვიცი რადგან დადგა და პასუხები იყო საჭირო ამიტომ ვამბობ თორე მე ამაში პრობლემა ნამდვილად არ დამინახავს ღიად ვამბობ ქალბატონო ჩვენ მოვამზადებთ მე-13 პუნქტზე მაგრამ აი მე-14-ზე როგორ მომზადება ეს ალბათ უზენაეს გადასაწყვეტი იქნება თქვენთან არის ეს თუ უზენაესის შეჭქვეშ დადგება რომ არიქა შეიძლება რამე ანგარიშვალდებულების პოზიცია იყისროს უზენაესმა რასაც მე სათავეშივე და კატეგორიულად გამოურიცხავ ამ საკითხებსაც მომზადებულ საბჭოსთან გამოვიტან ამიტომ ეს არ იქნება არავითარი პრობლემა რომ ჩვენ რაიმე დაბალ დონეზე დაბალ რანგზე დაბალ სტანდარტზე დავდივართ ამ ხრით. ეს არის გამორიცხული, ისევე როგორც ინფორმაცია მე-13 მუხთან დაკავშირებით მომზადება, ასევე გადავხედავთ ჩვენ. რა ინფორმაციაც იქნება საჯარო, გასაცემი, ანგარიშვალდებულების საერთო მიმისი, რა ქვია, სახალხო დამცველთან თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო და მისაწოდებელი ეს მიეწოდება, მაგრამ იქ სხვა რაიმე ზედმეტი ბუნებრივი არ მოხდება. ამიტომ რომ არ იყოს ის, რაც ბატონმა ზაზამას დააყენა, რომ ეს საფრთხე სადღაც არსებობდეს, ამიტომ ასევე საბჭოს შეთანხმებით გაიცემა ეს ინფორმაციაც იქნება გადმოგზავნილი. ამიტომ მე მეტი რა უნდათ ამ საკითხზე მე შეიძლება კომუნიკაცია სად აქ არც ერთი კონკრეტული საქმე არ არის აბა სად იქ სხვაგან სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებითაც ასევე მოგვიწევს მსჯელობა მე რა დონის ინფორმაციას მივაწოდებთ ხოლმე გავიგე ზაზა ძალიან კარგად გავიგე მე იმ მოსმენაზეც ვიჯექი 2015 წელს სულ არ ვიყავი სასამართლოში აი 2014 წლის ანგარიში რომ ისმინებოდა როცა კომიტეტმა არა მარტო სასამართლოს ყველა უწყებას დაახლოებით იგივე სტანდარტი მე არ ვამბობ აქ შეიძლება ბევრი საკორექტირებელი სიტყვა იყოს მისცა იმიტომ რომ ის არის პასუხისგებელი მე სახალხო დამცველის მოხსენების ძალიან ბევრ დეტალზე ეს არის თავარი დედაარცი არა იქის რომ ის სასამართლოს ვინმე თხოვს ანგარიშ ვალდებულებას რომ აი ყველა კონკრეტულ საქმეზე მომაწოდე ანგარიში ეს ჩვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ ყველამ და ერთად უნდა დავამკვიდროთ კულტურა მაგრამ თანამშრომლობაზე უარი და მე მომავალში ეს რომ მომთხოვსო ეს სხვა ფონია ამიტომ ასე მივუდგეთ ახლა ამ საკითხს ჩვენ ფორმას მოვნახავთ და მე პარლამენტთან შეგვიძლია კიდევ ვადასტუროთ რომ ეს ფორმა არის სწორი და სხვა ფორმით ჩვენ ანგარიშს ვერ ჩაგაბარებთ. ეს არის პასუხი ამ საკითხზე. გასაკვირველია ჩვენ ფორმას მოვნახავთ ის რაც სასამართლოს არ დააზარალებს და ამ ფორმით მივაწოდებთ ინფორმაციას. მე იქნება მიღმა საკითხები, მაგრამ სათავეშივე ახლა ამის დაყენება რომ ეს რა არის, ეს მე ვფიქრობ ნამდვილად არასწორია.
ხო, ამიტომ ამბობდა, მივაწოდოთ ასეთი ინფორმაცია ზომიერი, რომელსაც დავადასტურებთ აქ და შევთანხმდებით ყველა. ეს არ იქნება ფარულად გაგზავნილი ქაღალდი წითელი ნომრებით, რომ არ იქ მოგახსენე ყველაფერი ამ საკითხზე, ეს გამორიცხულია. იქნება აქ შეჯერებული, საჯაროდ გამოტანილი და იქნება გაკეთებული ასე, რა საკვირველი. გეთანხმებით აბსოლუტურად და უზრუნველყოფდეს და აწოდებდეს. ამიტომ გიორგი ესეც გავითვალისწინოთ, რომ სანამ ესენი გვამეცადინებენ და მე წინასხდომებზე ამიტომ დავაყენე სახალხო დამცველთან დაკავშირებული საკითხები, როცა ის მოგმართავს თავისი რეკომენდაციით. ჩვენ ამ საკითხზე უკვე რაც სწორად მიგვაჩნია, რა საკვირველია, რა ინფორმაციასაც ჩავთვლით საჭიროდ რომ უნდა გავიდეს, ეს იყოს დადებული როგორც ჩვენ საიტზე, ასევე სახალხო დამცველისთვის შეიძლება პარლამენტსაც აღადაჭირდეს მეტი ზრუნვა ამ საკითხებზე. ამიტომ იყოს ხალბატონო ევა, მე ეს თქვენი საკითხი ბევრჯერ მოვისმინე და ბევრჯერ მივიტანე და ახლა ამ საკითხებს მე რა გადავწყვიტოთ, მე რას ვთხოვთ ხალბატონო ევა, მე რა გავაკეთო? აი რა გავაკეთო, მითხარით და გავაკეთებ. ისევე როგორც ინფორმაცია რომ ეს ახლა იუსტიციის მინისტრს იქნებ თხოვოთ შეხვედრაზე და ძალიან კარგი იქნება რომ მან არ გადაფაროს ხოლმე ხშირად ის რაც მისი საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაა ბევრ შემთხვევაში. ამიტომ ეს საკითხი იქნებ ამ დონეზეც გაახმოვანოთ თქვენ და ძალიან სწორ კი, მეც ნამდვილად ვთხოვ, მით უფრო რომ რეფორმაზე საუბარი განახლდება. ამიტომ თქვენ როგორც იუსტიციის საბჭოს წევრს ნამდვილად გაქვთ ეს შანსი რომ მინისტრთან ეს ძალიან სერიოზულ დონეზე დააყენოთ. არა, მე მაინტერესებს არ შეიძლება ვერ გავიგე, მაგრამ და ამიტომ გიორგი არ ვიცი თქვენს ახან მე-14 პუნქტში მე ჩამონათვალია, რომ საერთო სასამართლო, უზენაესმა სასამართლომ და საერთო სასამართლომ გააკეთო, რომ მაგალითად პირველი პირის ექსტრადიციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად შეისწავლონ, გამოიკვლიონ მის მიმღებ სახელმწიფოში ადამიანის არა, მაგას ხო და აი რა ჩვენ რა უნდა სტატისტიკა, ანუ ხო მარტო მეტი არაფერი, აი მაგრამ იმდენად არის მე აი ამაღლ ნახკვეთ ღონისძიების პატიმრობის და განჩინების დასაბუთების სტანდა ეს სტატისტიკით როგორ დაითვლა. ამისი? ხო და არა იმდენად ზოგადია რომ მე მაინტერესებს როგორ უნდა გავცეთ შეხვარ ტონო თამუნა რაც უფრო ზოგადია ზოგადი ინფორმაციის მიწოდების შანსსაც გვიტოვებს გასაგები ასე რომ მოდი არა მარტო ეხლა გაგიგზავნით ამიერიდან ასე იქნება და შეგზანდებით და ნახავთ საიტზე. აი ეს იქნება კარგი და ეს არის საქმიანი ეს რამდენჯერ თქვი ამ თემაზე მე აი არ ვიცი რამდენჯერ. ანგარიში უნდა დაიდოს ზოგადად დეპარტამენტი უნდა აკეთებდეს ანგარიში. ეს ჩვენ იქნება საზოგადოებაც ნახავს, პარლამენტიც ნახავს, საერთობაც ნახავს და ყველა. ხალბატონო ნინო, ერთი წინააღმდება შეიძლება. ეხლა
პატივცემულო კოლეგებო. ეხა ერთ საკითხს ვარკვევ თუ შეიძლება, სანამ ჩვენ ხო უნდა განვიხილოთ ქალბატონებო პროექტი, რომელსაც დეპარტამენტი მოამზადეს და მე გადავწყვიტოთ რა ფორმით მივწეროთ პარლამენტს. ხო, ჯერ ის პროექტი უნდა ვნახოთ. ეხა პარალელურ რეჟიმში ვარკვევ ერთ საკითხს. მე რამდენადაც ვიცი და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ტრადიციული, ასე ვთქვათ, საქმიანობა პარლამენტის, რომელიც ხორციელდებოდა 2007, 2008, 2009 წლებში. კერძოდ უკავშირდება იმას, როდესაც სახალხო დამცველი ანგარიშს წარადგენდა, მერე პარლამენტი ამ ანგარიშზე რეაგირების მიზნით ასეთ დადგენილებებს უგზავნიდა ყველა უწყებას და მათ შორის სასამართლოსაც და არაერთი და ასეთი დადგენილება წინა წლებშიც მიღებული სასამართლოს. ანუ ეს არის ტრადიცია. და ეხლა ვაპირებ რომ ამოვიღო ის დადგენილებები. თუ ჩვენ ეს დადგენილებები გვაქვს და ეს არის ტრადიცია, დღეს ეხლა ჩვენ ნემსიდან სპილოს გამოძერწვა აბსოლუტურად ის მიგვაჩნია. კი ბატონო. ინფორმაცია გამზადება, განვიხილავთ და იმას გაუშვებთ, რასაც ჩვენ ჩავთვლით მიზანშეწონილად. ამიტომ ეხლა ეს საკითხი მომავალ სხდომაზე დღის წესრიგი ერთი წუთით. მე მივხვდი რომ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მაინც ინდიფერენტულია, რაც არ უნდა შეურაცხყოფელი იყოს. ახლა მომავალ საკითხად დღის წესრიგში დასვით საბჭოზე ეს საკითხი გაუკეთეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, როგორ რა პერიოდულობით გამოქვეყნდეს ანგარიშები, მათ შორის დისციპლინური და სხვა ანგარიშები, მივიღოთ ამაზე გადაწყვეტილება და დავადგინოთ. ასე ეს საკითხი არ აწყდება. გასაგებია. ასეო კონფიდენციალური ერთ სხდომაზე კი ბატონო, მე ეს რომ დავაყენე ერთ საკითხად, მაშინ ძალიან დიდი შეტევები მივიღე და ამიტომ ეხლა ამ საკითხებზე იფიქრეთ თქვენ, დააყენეთ საკითხები, საერთოდ საკითხები დღის წესრიგში შესატანად, რომ რაც ჩვენ მომავალი ასეთი გაუგებრობისაგან გვიხსნის და სტატისტიკა გვექნება. ეს არის მუშაობა საბჭოს წევრებისა. დააყენეთ საკითხები, შეიტანეთ დღის წესრიგში და მივიღოთ გადაწყვეტილებები. მარტო ეხლა ის რო ასე უნდა იყოს, ეს ვერ შველის, ხო ხედავთ საქმეს? ამიტომ უნდა შევიმუშაოთ, ამიტომ დღის წესრიგში საკითხი როცა იცი რომ ორშაბათია, დააყენე, მოამზადე, მოიტანე, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ. ეს არის თემა და არა ის რომ მე აქ ყველამ ერთმანეთს ნერვები უშალოთ ხანგრძლივი ვადით. პრობლემაც გამოდის, მე მაინც კონფლიქტი და ამიტომ ყველა მიზრუნოს ორშაბათის დღის წესრიგის შევსებაზე საკითხი პარასკევისთვის მომზადებული შემოიტანოს და მაგ საკითხს ექნება განხილვაც, ექნება კენჭისყრაც და ვიქნებით ჩამოყალიბებული და ეხლა აქ თემიდან თემაზე რა მოგვაგონდება და მე რაც დავსახავთ, ეს მე აღარცად აღარ აისახება. მე არა მაქვს თვითონ პრობლემა, მაგრამ საერთოდ მე ვინ ზაგესტრებიან იტყვია რომ საბჭოს წევრები არ მონაწილეობენ გასაუბრებაშიო. ამიტომ მე ამ პასუხისგებლობას გძნობ. ეს ვადა მე ჩემი წასulis, ხო, ერთადერთი შეიძლება არასრულწლოვანთა კოდექსზე პირველში ფრაიბურგში გადასვლა დამჭირდეს, იმიტომ რომ წამოვიღო პასუხები, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მე არ ავიღოთ ზედმეტი პასუხისგებლობები და მე არ უშლი ჩემი წასვლით ხელს. წელიწადი არცაც წავსულა და ახლა ეს 4 დღე არ დააქცევს ქვეყანას ჩემი წასვლისა. მაგრამ ცოტა და ცოტა სწრაფად უნდა ნახოთ, ეს არის
ფორს მაჟორში რომ მუშაობთ, უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ უნდა ინახოს სწორია წინდახედულად, რომ არაფერი შეგვეშალოს მერე, კი? მაგრამ 59 კაცია და ამ რესურსის აწევა არ არის რთული. კი. კი ბატონო, ერთი მოწმის წესზე მე გითხარით, რაც გავაკეთე და აქ თუ რამე კითხვა ძალიან პრობლემატური იყო და კიდე დასვეს ნჯევრებმა ფსიქოლოგის საკითხი. მე ვეღარ გავიგე რა მოწონთ, მაგრამ ჩვენ ალბათ ოფიციალურად ვიმსჯელოთ. კი ბატონო, გნებავ, კი ბატონო. გნებავ დღეს ვერ ვიმსჯელოთ და მივგადავწყვიტოთ. ფსიქოლოგს. არ ვიცი ახლა ვერთია მოწამე რომ იყავს. ხარჯა არის ამიტომ ბატონო კახა ამ გასაგებია გავიგეთ დღეს ხომ არ დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა რომ მოხდეს შეხმიანება ფსიქოლოგთანაც რომ მას იცალოს თამუნა არა მე გეუბნები მე საკითხს ვაუ იმიტომ რომ მომივიდა წერილი რომ ის არის პრობლემა ის იყო წინაზე მე რომ რაღაცა შალითობს ობადო ახლა რა ვიცი აი ამიტომ გამოხატეთ პოზიციები და დააფიქსირეთ ფსიქოლოგთან დაკავშირებით. ფსიქოლოგი ჩვენ ბატონო მე ესეთ რაღაცას გთავაზობ. ესეთ რაღაცას გთავაზობ მაშინ. იმის კათვალისწინებთ რომ ხალბატონო დიდო ჩამოდის 31-ში ხომ? პირველში მაინც. კი ბატონო. ჩვენ შეგვიძლია 3 არა 3 4 5 გავაკეთოთ გასაუბრებები 3 4 5 თებერვალი ისა შეიძლება საბჭოს დავამთავროთ 3 4 5 თებერვალი დავამთავრებთ და შეგვიძლია ეს არის 3 4 5 არა ჩვენ შეგვეძლო ეს დაგვეწყო ამ კვირაშიც, მაგრამ ხალბატონო რომ იბრძანდება, კიდევ ერთხელ ჩვენ თვითონ შეგამოკვლევა გავაკეთოთ, რაღაცა, ასე ვთქვათ, ინფორმაციები მოკრივოთ ამ ხალხზე, რომ მე კეჭისყრის დროს აღარ დაგვჭირდეს რაღაცა ინფორმაციების მოკვლევა. მანამდე ეს ვადები გამოვიყენოთ 3 4 5 თებერვალი გავისაუბროთ ჩვენ შეგვიძლია შაბათ დღეს 6 თებერვალს ასევე კეჭი უყაროთ თუ ტრეინინგზე გვაგვიანდება თუ არა და არა ტრეინინგების დაწყება გვინდა მაშინ სრულიად და მაღაზია უნების სამთხო მაშინ ჩვენ შეგვიძლია 8-9 თებერვალს კეჭი უყაროთ და ეს მოსამართლეები დავნიშნოთ 3 4 5 სამშაბათი 4 შაბათი 5 შაბათი 5 შაბათი პარასკევი რატო 3 არის 4 შაბათი 4 5 პარასკევი აი სამუშაო დღეები არის მე არ არის რა ვიცი ახლა ჩანაწერს მოისმენთ და არ არის პრობლემა შეგვიძლია ანუ ჩვენ გვაქვს ვერ კიდევ აი ერთი ან ორი დღე რო ცოტა შევჯამდეთ რაღაცაზე და მე გამოვხობ პირდაპირ მეორე ტესტეჩნას მოაჩვენე და მაგასაო 3-4-5 თუ იქნება 3-4-5 თუ იქნება გასა შაბათი კვირა გვჩება
არა, ორი ალბათ არა. რაღაც არის კონფერენცია. შეიძლება ორში დაწი. ერთი კვირის რო გავესაუბროთ ზუსტად ის ხალხია. არა, 2-ში არა, მაგრამ 15 კაცს დავიწყოთ 15 კაცს დავიბარო, თუ მაინც და მე კაი. მოდი მაშინ რა ქვია თომა მაგ დამთავრდება და გამოვალოს მე აღარ ვიქნებით ვა 9-ში შეიძლება კეჭისყრილი ჩავყო არა პრობლემა ვაქვს მაგრამ ცოტა ინფორმაცია ისა რა ჩამოვყალიბდით თარიღებზე რომ თამუნას მივცეთ მაშინ ეს თარიღები სავარაუდოდ კი ბატონო ხო 3 4 5 გასაუბრება მე ეს არის თებერვალი 3 4 5 გასაუბრება არა ეს ხარა შეიძლება ვერ ჩამოვყალიბდეთ ახლა ყველა ერთი წუთით კი ბატონო გეჩვენა შემდეგ მოდი შაბათი კვირა ორ შაბათი ანუ 6 7 8 შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში კიდევ ინფორმაციები მოვიყვანოთ 8-ზე შეიძლება მე გავაკეთოთ სხდომა გვექნება და 9 10 ნებისმიერ დროს შეგვიძლია სხდომაც გვექნება 8-ში და უფრო მეტად დავკვალიანდებით კიდე რას შეიძლება 9-ში 10-ში უკვე კეთისხლა იყოს ტრეინინგი 15-დან 20-მდე გვაქვს 15-დან 20-მდე ესე დათვლილი ბოლოსკენ მიტანილი ხო ხო 15-მდე ნებისმიერ დღეს მე დავთვალ კეჭისყრის დღე კი ორ შაბათს დავთქვათ კეჭისყრის დღე 8-ში კი ბატონო. კი ბატონო, როგორც დავკვალიანდებით. ანუ ამას იდეაში ვასწრებთ ასე ვთქვათ. თუ ვერ მოვასწრებთ კიდე გასაუბრებას. ერთი წუთი თუ ვერ მოვასწრებთ გასაუბრებას, ორ შაბათს სამშაბათის გამოვიყენოთ გასაუბრებისთვის ეს პრობლემა რა. დავიწყოთ რა შევხედოთ როგორია ფონი. კი ბატონო. ანუ დრო გვაქვს. კი ბატონო, მოისმინე ხო თამუნა? 3-4-5 მანამდე კიდე შემოვლის წესით ატარის დოკუმენტაცია კი ბატონო წვეტილება შევეხმიანოთ ფსიქოლოგს რა გადავწყვიტოთ როგორ გნებავთ გამოხატეთ პოზიციები ახლა აყენებს საკითხს ასე რომ ჩვენ ამაზე ვიღებთ შენიშვნებს და არის კითხვები ამიტომ ვიმჟელოთ ახლა ამ საკითხზე ვიღარო ფსიქოლოგთან დაკავშირებით ახლა აი გულწრფელად რომ თქვა კახა რა ეს ხო არის თითიდან გამოწვეული მიზეზი ეხლა ყველა ხო თანხდებით რომ რეალურად ეს არის რა და არაფერი იმასთან რაზეც გვაბრალებს შეხება არა ერთი წუთი ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება ფსიქოლოგის მოწვევის, მაგრამ გვაქვს უფლება. ჩვენ ასევე დავაკვირდეთ პრაქტიკა ფსიქოლოგის მოწვევის. თუ ჩვენ მოდიში ერთი წუთით ბატონო თუ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ფსიქოლოგის მოყვანაზე დავასაბუთოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვიტყვით უარს, ესეც დავასაბუთოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. აი ეს არის ჩემი ხო და ზუსტად მე მაგას ვამბობ. ხალხო, მე რას გეუბნებით, იცი? მე გეუბნებით რომ ფორმა გავმართოთ
და საბჭომ გადაწყვეტილებით არ ხო თქვას ფსიქოლოგზე, ან არა, იმიტომ რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილების 100 ხოვენ ხოლმე, რომ რითი ასაბუთებთ ან ერთს და ან მეორეს. ამიტომ თუ კი ვიღებთ დადების მივიღოთ, რომ ვთქვათ, რაც უკვე წინაზე გქონდა, რომ არ არის ფსიქოლოგი და ამ კუთხით წავიდეთ დასაბუთებას და აღარ ვიწვალოთ ამ მოკლევადებში ორგანიზაციულადაც ეხლა ვისაუბროთ ბატონო ზაზა, რა მოგცა ფსიქოლოგმა დადებითი, რა მოგცა უარყოფითი და აღარ მოგს იმ ხალხის სია კიდე, ვისაც ფსიქოლოგი უნდა გაესაუბროს. რამდენად გჭირდება ჩვენ თვითონ საბჭოს წევრებს ფსიქოლოგის დახმარება ამ ხალხთან გასაუბრებაში, იმიტომ რომ ნახევარზე მეტთან ჩვენ ფსიქოლოგთან დასაუბრად გვაქვს. ამიტომ ვიმსჯელოთ მეტი კაცო 90%-ზე აქ ფსიქოლოგი იყო უკვე ჩართული და ჩვენ შესაბამისი დასკვნები და ისინი შენახული გვაქვს ჩანაწერების სახით. ხო და კი ბატონო, ეხლა გამოთქვით თქვენი აზრი, დღეს თუ მივიღოთ გაწოლება გჭირდება თუ არა ხელისაწვევის ფსიქოლოგი. აი თქვით ყველა თქვენი აზრი და ეგ იქნება, რა ვიცი. რავი, ესე იგი, ბევრჯერ, რა თქმა უნდა, კარგ საქმესაც აკეთებდა, მაგრამ ისეთ ადამიანებზე ხანდახან ისეთი რამ თქვა, რაზეც სრულიად საპირისპირო წარმოდგენა მქონდა მე, ანუ ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო ფსიქოლოგის დასწრება და ხო და რაც არ არის სავალდებულო არა ინფორმაცია ბევრად სწორი იყო ჩემი შტაბ-ჭირდება ჩემი პირადი ნაცნობებიდან გამომდინარე ვიდრე მისი ინფორმაცია მე ვიყავი მართალი და არა ფსიქოლოგი ჩემი აზრით ახლა ჩვენი გვარ არ ეტეროს ეს კანონში ახლა ხوار გავა კანონია თუ რა ხوار გავა ხო დავიდომ დარჩეს ახლა და თუ ახლა არ უმეტესობა მიაჩნია რომ არ შედება ახლა პრაქტიკაში ნუ გამოვიყენებ დროები და თუ მე დავისაჭიროთ ისევ განვაახლოთ მე მგონი ესე ესობის არის რომ ფსიქოლოგი არ გამოვიყენოთ აი ბატონო კახა რა სიტყვით ამ განწყობაზე რომ განწყობა არის საბჭოს წევრებისა რომ ამ ეტაპზე ფსიქოლოგის დახმარება არ გამოვიყენოთ მე უფრო ცუდს გეტყვით ბატონო დინო მე მომივიდა ახლა სია და აი ამ სიაში 59 კაცი 32 კაცი მყავს ასარჩევი ფსიქოლოგი კი არა არ ვიცი ვინ რა უნდა მითხრას მე რომ ზოგიერთ მაგაზე რა ვქნა ხელი აუციო მაგრამ ასევე რა უყო მოდი ჯერ ამაზებს ნუ გამოვხატავთ გასაგებია პრობლემა გავიგე კი აქ არის ძალიან წილი რაოდენობა ხო სხვა უღამიგებთ ფსიქოლოგი აქ ბევრს როლს ვერ შეასრულებს კი ამიტომ გეთანხმებით ამიტომ მაშინ ვეთანხმებით კი ხალხის და შესაბამისად რა არჩევანი გვაქვს ძალიან მცირე და ვალდებულება ძალიან დიდი. უნდა შევასრულოთ ის გასაგებია, კი ბატონო, ამ თქვენ мотиваციაც მონახეთ, ამისთვის რომ ეს არის мотиваცია. ხო, რა ვიცი, აი ესეთი ის არის. არის განსხვავებული მოსაზრება? ესე იგი არ უნდა კენჭისყრა ამას. ამიტომ ფსიქოლოგი ამ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს ამ ეტაპზე. გადაწყვეტილებას დასვი ამ შემოვლაზე საკითხად და როგორც გადაწყვეტ საბჭოს წევრი გადაწყვეტოთ ის. ხო, მეორე ეტაპზე გადაყვარ დოკუმენტები თუ კი გვაქვს და აპლიკაცია არ არის, ესე იგი რაღაცას ეცადა, ხო, ფაქტია. აბა დოკუმენტები ხო არ დაესიზრებოდა ისე, ხო? ხო. მე ჩემი აზრით შეიძლებოდა, მაგრამ შევათანხმოთ არ ვიცი, ხო გეუბნები, რადგან აპლიკაცია არ არის, მაგრამ დოკუმენტები გამოაგზავნე, ესე იგი ნება ქონდა და მომონაწილეობდა. ახლა სად სეივი დაავიწყდა და სად ღილაკზე ხელი დაჭერა, ეს არ ვიცი. კარგით, მაშინ დღის წესრიგის საკითხები ამოწურული არის. იმედია, ძალიან სწრაფვადებში ის ინფორმაცია, გიორგი, რომ ის არ გახდეს მერე სახალხო დამცველისა და პარლამენტისა და ჩვენს უზენაეში შევეცდებით. ხო, მე ეხლავე ამითი დავკვალიანდები, კი. ხო, საშტატოს გადახედეთ. დისციპლინური ჩემ გარეშე ჩაატაროთ შეგიძლიათ თუ შეიკრიბებით, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მე არ ვიცი. შენ კი ვნახე. დღეს 5 საათზე არის იუსტიციის სამინისტროში უწყებად შორისი კომისიის ხდომა. 3 საკითხი აქვს გამოტანილი, თქვენ რო საქმის კურსში იყოთ და მე ვაპირებ რომ მათ უთხრა რომ ამ საკითხებს ჩვენ წავიღებთ განხილვისათვის, მიუხედავად იმისა რომ ხშირად ეს არ არის ხოლმე სასურველი, იმიტომ რომ
ინიციატორები ისინი არიან და ძალიან დროში იწელება ეს საკითხი, ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საკითხი, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები და ეს არის კიდე მესამე საკითხი, გავიცი შედამავიწყდა. სისხლის პროცესთან არის რაღაცა ცვლილებებს საპირებენ, ადმინისტრაციული პროცესზე მთლიანად სისტემის, ანუ მოდელის ცვლილება თადუმაძეს გამოაქვს ბატონო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა თავისი პროცესით. შალვა თადუმაძის მოდელის განხილვა, ხო, სისხლში აღკვეთის ღონისძიებებზე შეფარდებისას ინფორმაციის, ანუ შეფასების ანგარიშის წინსწრებად უზრუნველყოფის საკითხი არის საპროცესო კოდექსში ცვლილებები, რომ პრობაციის სამსახურმა ამერიკელი ექსპერტების, ასე ვთქვათ, ვარიანტით და მონაწილეობით მოახერხონ, რომ პირველადი შეფასებები თვითონ დევნის ორგანოს კონდეს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლე უფრო იყოს ინფორმირებული და არა, ეს სრულწლოვნებზეა, შენ წარმოიდგინე და მე იქ უკვე გადავდივარ არასრულწლოვნებზე და ამ საკითხების დაყენებას ვაპირებ. კოდექსზე მაინც უმცირე მე ვთხოვ, რომ ეს კოდექსი განხილვისთვის საბჭოზე მაინც წამოვიდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ამ საკითხზე რაღაცა რეაგირებები გავაკეთოთ. თადუმაძე არის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფაქტობრივად ის არის, ხო? სისხლში რამოდენიმე ნორმაზეა ლაპარაკი 4 ნორმაზე. ეს საკითხებია კიდევ რაც იქნება, მე ამ საკითხებზეც მოვიტან ინფორმაციას. 5 საათზე არის შეხვედრა სამინისტროში.